მშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 11 თებერვალია, ზუსტად 9:09 და დილის დალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. დღეს გადაცემას მე ანა შემოუწ და ანი ჟეჟაძე გავუწყობთ. დილის მშვიდობისა, ანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. წინ საინტერესო 2 საათი გელოდებათ ტრადიციული რუბრიკებით, სიუჟეტებით, სტუმრებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და ჩვენთან დარჩენა რომ ნამდვილად ღირს, მოდი ვნახოთ გადაცემის ანონსი. 1990 წლის 11 თებერვალს ნელსონ მანდელა გათავისუფლდა 27 წლიანი პატიმრობიდან. 2016 წლის 11 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიგოს მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს გრავიტაციული ტალღების არსებობა. რა არის გრავიტაციული ტალღები? ამ და 11 თებერვლის ისტორიის საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. ამერიკული ბოგის მთავარი რედაქტორი ეშმაკ საცვია პრადეს პერსონაჟს მირანდა პრისტლის სულ უფრო და უფრო იმსგავსება. ანტარქტიდაზე კი აღმოაჩინეს არსება, რომელიც თანამედროვე ფრინველს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ის 69 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ეს და სხვა საინტერესო ამბები სოციალური ქსელებიდან, რუბრიკაში ვებ-სიახლეები. სალათი პროწეულის წვენით იქნება დღეს შენი კერძი, ქეთა თხილაიშვილისგან. გადაცემის მეორე ნაწილში ტრადიციულად უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბები კი ჯიჯისგან პირდაპირ ყინულის მოედნიდან გელოდებათ. მსოფლიო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნიშნავს. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. დროის მანქანა დღეს ქედის მუნიციპალიტეტში გვამოგზაურებს და გვაზიარებს დაბა ქედის მუზეუმის საგანძურს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დღეს ქალ მეცნიერთა დღეა. ჩვენ კი გაგაცნობთ გამოგონებებს, რომელთა ავტორებიც ქალები არიან. დიდ აღმოჩენებს აკეთებენ დიასახლისების სამზარეულოსა თუ დასუფთავების პროცესში. დამღლელი დღის მერე როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და რა ხრიკებს გაგვიზიარებს ჩვენი დიასახლისი. გადაცემის ბოლოს სტუმრისგან გაიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. მაშა ასე დავბრუნდით ეთერში და დრო არის გავიგოთ თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს სრულიად საქართველოში. დღეს ბათუმში 10 გრადუსის სითბოა დაფიქსირებული, დღე უნალექოდ ჩაივლის და საკმაოდ სასიამოვნო ამინდი გველოდება. ქობულეთში 10 გრადუსის სითბო, ქედაში +7, შუახევში 4 გრადუსი, ხულოში 3, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე -1 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. ოზურგეთში 11 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ურეკშიც 11 გრადუსის სითბოა ნავარაუდები, ლანჩხუთში 10, ჩოხატაურში 9, ხოლო ბახმაროში -3 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ფოთში, ანაკლიასა და სოხუმში 11 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, ზუგდიდში 10 გრადუსის სითბო იქნება. კოპიტნარში +10, ქუთაისში 11, საირმეში +4 გრადუსის სითბო. მესტიაში +2, ბორჯომში 6 გრადუსის სითბოა ნავარაუდები, ბაკურიანში 0, ხოლო აბასთუმანში +2 გრადუსის სითბო იქნება დღის ტემპერატურა. ახალციხე 5, გორში 6, ცხინვალში 5, თელავშიც 5 გრადუსის სითბო იქნება დღის ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში კი დღეს +6 გრადუსის სითბო იქნება და დღე პრინციპში სრულიად საქართველოში უნალექოდ ჩაივლის და აი ესეთი ჩვენი ბათუმის ხედებსაც ხედავთ გათენდა უკვე და სავარაუდოდ ნელ-ნელა აივსება უკვე ქალაქი. კი, ნამდვილად აივსება ქალაქი და აგუგუნდება. უფრო დეტალურად და უტყუარ ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძე გაგვაცნობს სულ ცოტა ხანში, მანამდე კი მოდი ვნახოთ ტრადიციულად როგორია ვალუტის ეროვნული კურსი. 11 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 79 თეთრია.
11 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 90 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის 3 ლარი და 47 თეთრი ეღირება. ხოლო თურქულ ლირას 7 თეთრად შეიძენთ. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 270,694 ლარია. 1 ეთერიუმს 7,353 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1,693 ლარი ეღირება. ვაგრძელებთ გადაცემას. დღეს როგორც ვთქვით, 11 თებერვალია, სამშაბათი და მოდი გადავხედოთ რა ისტორიული მოვლენები უკავშირდება დღევანდელ თარიღს. რუბრიკა ამ დღეს. 1990 წლის 11 თებერვალს ნელსონ მანდელა გათავისუფლდა 27 წლიანი პატიმრობიდან. მისი დაპატიმრება და მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება სამხრეთ აფრიკაში რასობრივი სეგრეგაციის სისტემას, აპარტეიდთან ბრძოლას, რომელიც ოფიციალურად 1946 წელს დაკანონდა და 1990 წლამდე წარმოადგენდა რეჟიმს, რომელიც ამართლებდა თეთრკანიანი მოსახლეობის ბატონობას შავკანიან და ფერადკანიან მოსახლეობაზე. მანდელა აპარტეიდთან მებრძოლი აფრიკის ნაციონალური კონგრესის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1990 წელს ციხიდან გამოშვების შემდეგ მანდელამ იმოგზაურა დასავლეთში, სადაც ხვდებოდა პოლიტიკურ ლიდერებს და სთხოვდა მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში მანდელა საერთოდ არ ჩასულა თავის ერთ-ერთ უპირველეს მხარდამჭერ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში და სანაცვლოდ ზუსტად ის ქვეყნები მოინახულა, რომლებიც ცივი ომის დროს შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი სამხრეთ აფრიკაში ცვლილებების მიმართ. ამ პერიოდში იგი ესტუმრა დიდ ბრიტანეთსაც და შეხვდა მარგარეტ ტეტჩერს. მანდელას ციხის შემდგომი მოღვაწეობა გამოირჩევა არამხოლოდ იმით, რომ იგი პოსტაპარტეიდული აფრიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, არამედ იმითაც, რომ მისი თაოსნობით შეიქმნა აფრიკის სიმართლის დამდგენი და შერიგების კომისია. კომისიამ შეისწავლა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აპარტეიდის რეჟიმის დროს და მოძალადეების დასჯის ნაცვლად აქცენტი შერიგებაზე გააკეთა. სიმართლის დამდგენი და შერიგების კომისია გახდა ერთგვარი მოდელი, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრაქტიკის შემდეგ სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ქვეყნებშიც დაინერგა. გარკვეული თვალსაზრისით ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას წინანდელთან შედარებით გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, სწორედ ნელსონ მანდელას დამსახურებაა, რომელმაც სამართლიანობისთვის ბრძოლას ციხეში გატარებული 27 წელის შესწირა. გადავინაცვლოთ შემდეგ ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც დღევანდელ თარიღს უკავშირდება. 11 თებერვალს ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი, ელექტრიფიკაციის სფეროში და ფონოგრაფის გამომგონებელი თომას ელვა ედისონი დაიბადა. თომას ედისონმა, რომელმაც თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გამოგონება 21 წლის ასაკში, 1868 წელს დააპატენტა. სიცოცხლის დასასრულს მას ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 1093 პატენტი ჰქონდა. ასევე უამრავ პატენტს ფლობდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ედისონის გონებრივ შესაძლებლობებში დაეჭვება, თუმცა მისი სკოლის მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ამ უუნარო ბიჭს სკოლაში არაფერი ესაქმებოდა. ედისონმა სკოლაში მხოლოდ 3 თვე იარა, რის შემდეგაც მასწავლებელმა დედამის ურჩია ბავშვისთვის თავად მიეხედა. ახალი სკოლის პოვნის 2 უშედეგო მცდელობის შემდეგ დედამ გადაწყვიტა მისთვის სახლში მიეცა განათლება. სინამდვილეში ედისონი დამოუკიდებლად სწავლობდა. ნენსი მისთვის მხოლოდ იმ წიგნებს შოულობდა, რომელთა მიმართაც ბავშვი ცხოველურ ინტერესს იჩენდა. არ აძალებდა მისთვის უინტერესო დისციპლინებს, მაგალითად მართლწერას და არითმეტიკას. 12 წლის თომას ედისონი მატარებელში ხილსსა და გაზეთებს ყიდის. შემოსული თანხით კი საბეჭდ მოწყობილობას ყიდულობს და მგზავრებისთვის უახლეს ინფორმაციას ბეჭდავს. მატარებელში გაზეთების გამყიდველის პოსტიდან მაშინ დაითხოვეს, როცა ერთ-ერთი ქიმიკატი დაიღვარა და ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. უმშევარმა ედისონმა ისწავლა მორზეს ანბანი და ტელეგრაფის გამოყენება. ნიუ-იორკში გადასახლებამდე მუშაობდა ტელეგრაფის სადგურებში. უფულოდ და უმეგობროდ, მაგრამ იღბალით სავსე ედისონი ნიუ-იორკში სწორედ მაშინ ჩადის, როცა ერთ-ერთ სადგურში ტელეგრაფი ფუჭდება. ედისონი კი ერთადერთია, ვისაც მისი შეკეთება შეუძლია. ასე მოიპოვა პირველი სამსახური და ბოსის კეთილგანწყობა ნიუ-იორკში ჩასულმა თომას ედისონმა. ედისონს ეკუთვნის ბირჟის ფასის ცვლილებების ტრანსლირების დიზაინიც, რომელიც ძვირად გაყიდა, მიღებული თანხა კი ისევ გამოგონებებს მოახმარა. 1877 წელს გამოიგონა გრამაფონი, შემდეგ კი გაუმჯობესა საბეჭდი
გამანქანა. Edison's და მის სამეცნიერო გუნდს ეკუთვნის შემდეგი გამოგონებები, როგორიცაა ელექტრონათურა, რკინა-ნიკელის ელემენტი, ტელეფონის ყურმილი, ხმის ჩამწერი მექანიზმი, საარჩევნო ხმის დამთვლელი და ვიდეო კამერის პროტოტიპი. Edisonis სამეცნიერო გუნდი მრავალრიცხოვანი იყო. მას ინდუსტრიული სამეცნიერო ლაბორატორია ჰქონდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გამოგონებები მასობრივ პროდუქციად და ბიზნესად იქცა. მისი გამოგონებები მნიშვნელოვნად დაეხმარა ელექტროობის, ტელეკომუნიკაციის, ხმის ჩამწერისა და ფოტოგრაფიის განვითარებას. Edisonis წარმატების საიდუმლო ჟინით შთაგონებული შრომის მოყვარეობა იყო. მას ხშირად უმუშავია უძინარსა და მშიერს. ამბობდა, რომ გენიოსი ადამიანი მხოლოდ 1% ინსპირაციით და 99% შრომის მოყვარეობით არის დაჯილდოებული. და გადავინაცვლოთ ახლა უკვე ბოლო ისტორიულ მოვლენაზე. 2016 წლის 11 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიგოს მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს გრავიტაციული ტალღების არსებობა. რაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ფიზიკის ისტორიაში. გრავიტაციული ტალღები არის კოსმოსში წარმოქმნილი სივრცე-დროის რხევები, რომლებიც ჩნდება მასიური ობიექტების, მაგალითად შავი ხვრელების ან ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას. ეს ტალღები მოძრაობენ სინათლის სისწრაფით და ამცირებენ ან აფართოებენ სივრცეს, თუმცა მათი ამ ცვლილებების დაფიქსირება ძალიან რთულია. ამგვარი ტალღების არსებობა პირველად ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა 1916 წელს ფარდობითობის ზოგად თეორიაში. თუმცა მათი დაფიქსირება თითქმის 100 წლის შემდეგ მოხერხდა. ლიგოს ობსერვატორია მოიცავს 2 დეტექტორს, რომლებიც მდებარეობს პირველი ჰანფორდში, ვაშინგტონის შტატში და მეორე ლივინგსტონში, ლუიზიანას შტატში. ლიგომ პირველი სიგნალი 2015 წლის 14 სექტემბერს დააფიქსირა. ამ აღმოჩენით აინშტაინის ფარდობითობის თეორია დაადასტურა და ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი პროგნოზი, რომელიც მეცნიერულად უნდა დამტკიცებულიყო. გამოჩნდა ახალი გზა კოსმოსის შესასწავლად. გრავიტაციული ტალღების საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ისეთ კოსმოსურ მოვლენებს, რომლებიც ტრადიციული მეთოდით უხილავია, მაგალითად შავი ხვრელების შეჯახებები. მეტიც, ამ აღმოჩენის შემდეგ კოსმოსური მოვლენების უკეთ გაგება გახდა შესაძლებელი. მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ მასიური ობიექტების ევოლუცია, შავი ხვრელების ურთიერთქმედება და ახალი ფიზიკის შესაძლებლობები. 2017 წელს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის გამო ნობელის პრემია ფიზიკაში გადაეცათ 3 მეცნიერს: რეინერ ვაისს, ბარი ბარიშს და კიპ თორნის. გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების შემდეგ ლიგომ და მისმა ევროპელმა პარტნიორმა ვირგომ არაერთი ახალი მოვლენა აღმოაჩინეს. მათ შორის 2017 წელს 2 ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება და 2020 წელს სხვადასხვა მასის შავი ხვრელების შერწყმა, რამაც გამოიწვია ყველაზე მასიური გრავიტაციული ტალღების სიგნალი, რაც აქამდე დაფიქსირებულა. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ახალი ერაა ასტრონომიაში. ეს ტალღები გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და იდუმალ მოვლენებს, შავი ხვრელების შერწყმას, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებასა და შესაძლოა თავად დიდი აფეთქების კვალსაც. დღეისათვის ამ 3 მოვლენაზე გავამახვილეთ ყურადღება. საინტერესო იყო ნამდვილად, განსაკუთრებით ბოლო ინფორმაცია. მადლობა შენ საინტერესო ნაამბობისთვის. ჩვენ კი დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი კერძი უნდა მოგვიმზადოს ახლა ჩვენმა ნორჩმა კოლეგა ანით ხილაიშვილმა, რომელიც ბროწეულის წვენით იქნება შეკაზმული, ასე ვთქვათ, სალათი. ნახოთ რუბრიკა შენი კერძი. გამარჯობა, მე ვარ ქეთათ ხილოიშვილი, დაუბრუნდი და უნდა მოვიმზადოთ დღეს ბოსტნეულის სალათი ბროწეულის წვენთან ერთად. დაგვჭირდება ზეთისხილი, ბროწეული, მაკიდო, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბროწეულის წვენი, ტომატი და სვანური მარილი. დაგვჭირდება ასევე ნიკოც. ამ ყველაფერს ერთმანეთში ვაზავებთ და უკვე იქმნება სალათი, ამიტომ თქვენ თვითონაც მიხვდებით, თუ რამდენად მარტივია ეს კერძი. ჯამი გადმოვიტანოთ და დავიწყოთ დრესინგის მომზადება. ტომატი იყოს 2 ჩაის ხოზი, ან 3. ბროწეულის წვენი 1 ჩაის ხოზი. ზეითუნის ეს დავამატოთ ახლა. დავამატოთ სვანური მარილი. ეხლა მარილი. და ამას კარგად ამოვუყრებთ.
შევცვალოთ ახლა რომ ეს ყველაფერი გავხსნათ. კარგად ერთმანეთში გემოები გაიხსნას თავისთავად და ახლა შეგვიძლია უკვე შევუდგეთ დაჭრას ყველაფერს. დავიწყოთ ახლა ბულგარული საჭრა. არც დიდად პატარა ნაჭრებად ჩვეულებრივად სიგრძილი დაჭერით და რასაც დაჭრით გადაიტანოთ ყველაფერი სოუსი. აი ესე. ეს გადავიტანოთ. დავჭრე ხა ხალხს. ხახუ დავჭრე კალებად. სასურველია რომ იყოს წითელი ხახვი, იმიტომ რომ უფრო განსხვავებული გემო აქვს და ამცავად ეს გემო უფრო უხდება ვიდრე ჩვეულებრივი ხახვი. ეს დავშალოთ და ჩავყაროთ. ეხლა დავჭრათ ზეთის ხილი. აი ეს. ეს არის სრულიად საკმარისი. ძალიანაც არ მინდა რომ გემო შევსვოლოს, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარს მე ზეთის ხილი. ეხლა დავჭრათ მიგოზი. გადმოვიტანოთ დაფაზე. და როგორც მაგალითად მწვანოს ვაკუცმებთ, ისე დავაკუცმებთ მიგოზს. აი ესე, მიგოზიც დავაკუცმებთ, ეხლა შეგვიძლია გადავიტანოთ ჯამში. დაგვრჩა მწვანილი ეხლა. ესეც წვრილად დავჭრათ. გადავიტანოთ ესეც ჯამში. ამ სალატში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთმანეთში აირიოს ეს ყველაფერი ძალიან კარგად, იმიტომ რომ მთავარი ინგრედიენტი იყო ბროწეულის წვენი. ეს ბროწეულის წვენი ყველაფერს უნდა მოხდეს, ყველაფერს უნდა მოედოს, რომ აი მთლიან სალატს ჰქონდეს ბროწეულის გემო. დაახლოებით ეგრე. ეხლა ამ ყველაფერს მე კარგად ავურევ. ტომატის პასტა მიცემს თან წითელ ფერს, მოწითალო ფერს და იქნება ძალიან ლამაზი. ზოგადად ისეთი ფერები არის აქ. არ მხოლოდ გემო აქვს კარგი, არამედ ლამაზიც არის თვითონ სალატი. აი ესე კარგად მოაურიოთ. როცა გეღალოთ, ხელით მაინც მოურიოთ და ურიოთ. მე ვფიქრობ, რომ ამას მოუხდება გახუხულებული. იქნება სნექივით. ასახემსებები იქნება. და აი ამასობაში კარგად მოურიოთ უკვე სალატს. გასაფორმებლად მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები. აი ეს არის სულ. მომდენო რუბრიკამდე გემშვიდობით, აი ესეთი სილამაზით, კეთილი სრულებით ნახვამდის. ძალიან გემრიელი იქნება სავარაუდოდ და ისე მაგის აღმწველად გამოიყურებოდა ეს ნოვატორია მოკლედ ეს ჩვენი გოგო და წარმატებები ქეთას. ჩვენ კი გავაგრძელოთ გადაცემა და დრო არის შევიხედოთ ინტერნეტ სივრცეში და ვნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური.
ანტარქტიდაზე თავის ქალას საინტერესო ნამარხი აღმოაჩინეს. კვლევამ აჩვენა, რომ ნამარხი გრძელი იხვის მსგავს არსებას ეკუთვნის, საუბარია უძველესი ფრინველის გადაშენებულ სახეობაზე, რომელიც ცარცული პერიოდის ბოლოს ცხოვრობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე ტირანოზავრი რექსი დომინირებდა. როგორც წესი, იმ პერიოდში მცხოვრებ ფრინველებსა და თანამედროვე ფრინველებს შორის ძალიან მცირე მსგავსებაა. ამ მხრივ აღმოჩენილი ფრინველი, რომელსაც ვეგავისი ჰქვია, გამონაკლისია და ის თანამედროვე იხს წააგავს, აღნიშნა კალიფორნიის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა კრისტოფერ ტორესმა. პალეონტოლოგებმა ვეგავისი პირველად 20 წლის წინ აღწერეს, მაგრამ ბევრს მიაჩნდა, რომ ნამარხი თანამედროვე სახეობას ეკუთვნოდა, თუმცა თანამედროვე ფრინველების ნამარხების უმეტესობა დინოზავრების გადაშენების შემდეგი პერიოდით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ვეგავისი აქამდე აღმოჩენილ ნამარხებს თავის ქალა სრულად არ ჰქონდა შემორჩენილი. არადა სწორედ თავის ქალაა ის ნიმუში, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმის მახასიათებლების დადგენაა შესაძლებელი. კონკრეტული ნამარხი 69 მილიონი წლით დაათარიღეს და გააჩნია ისეთი თანამედროვე მახასიათებელი, როგორიცაა ნისკარტი. არსება ნამდვილად გასაოცარია, მისი მახასიათებლები თანამედროვე ფრინველსაც მოგვაგონებს, მიუხედავად იმისა, რომ 69 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თქვა ხუან ბენიტო მორენომ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ანტარქტიდა 69 მილიონი წლის წინ ასე არ გამოიყურებოდა, ოდესღაც ანტარქტიდა რადიკალურად განსხვავებული ადგილი იყო. პოლარული უდაბნოს ნაცვლად, რომელსაც ყინულის სქელი ფენები და მყინვარები ახასიათებს, დიდი ალბათობით აქ ტყეები და ჭაობიანი მიწა იყო. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ანტარქტიდაზე ოდესღაც გვიმრები და წიწვოვანი ხეები დომინირებდა. ასევე 90 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა გამწვანებული იყო და იქ დინოზავრები ცხოვრობდნენ. ახლა კი გადავინაცვლოთ მოდის სამყაროში ანა ვენტურის კარიერისტობასა და დაუნდობლობაზე. ამდენი ხუმრობის შემდეგ ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორი მართლა ემსგავსება ეშმაკსაცუა პრადას პერსონაჟს მირანდა პრისტლის. როგორც ჩანს, ვენტური მუშაობის შეწყვეტას ჯერ კიდევ დიდი ხანი არ აპირებს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოდის ჟურნალის რედაქტორმა, რომელიც ამ პოზიციას 1988 წლიდან იკავებს, მოდაში შეტანილი წვლილის გამო ბრიტანეთის ღირსების ორდენი მიიღო. მან დიდი ბრიტანეთის სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო მეფე ჩარლზის დაბადების დღისთვის დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მიიღო. ამ ორდენის მფლობელები არიან ჯუდი დენჩი, დევიდ ჰოკნი და პოლ მაკარტნი. ჯილდოს გადაცემის ცერემონია ბუკინგემის სასახლეში სამშაბათს შედგა. ანა ვენტურ საკულტო ბრიტანელი დიზაინერის ალექსანდრ მაკ-ქუინის ლუკი ჰქონდა მორგებული თავის განუყრელ შავ მზის სათვალესთან ერთად. მოდის გიგანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის სრულიად მოულოდნელი და გასახარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ჟურნალისტიკისა და მოდაში შეტანილი წვლილისათვის ანა ვენტურს დეიმის წოდება მიანიჭა, რაც რაინდის წოდების ეკვივალენტურია ქალებისთვის. აქ ბოლოს რომ ვიყავი, დედოფალმა медали გადმომცა და ორივე შევთანხმდით, რომ ჩვენ საქმეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შევასრულებდით. ამ დილას კი მეფე ჩარლზმა მკითხა ღირსების ორდენს მიღების შემდეგ თუ შევწყვეტ მუშაობას. მე რა თქმა უნდა მკაცრი უარით გავისტუმრე. მოკლედ დღევანდელი ვებსიახლეები სულ ეს იყო. ესეთი საოცარი ქალია, რომელიც ნამდვილად წააგავს მირანდა პრისტლის დამეთანხმება ალბათ ანი. მე ძალიან მომწონს ეს ქალი, მომწონს მისი ნიჭი და ის რომ ნამდვილად მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. კი, ნამდვილად ასია. თან ნამდვილად გავს მირანდა პრისტლის პერსონაჟს. კი, ნამდვილად და ასაკთან ერთად თან რაღაცნაირად აქტუალობას არ კარგავს, მუდამ ყურადღების ცენტრშია. კი, ყურადღების ცენტრშია და თანაც ზუსტად როგორც ფილმშია, ზუსტად ისე მიყავს თავისი ცხოვრება, არაფრით არ თმობს ამ გავლენიანი ჟურნალის რედაქტორობას და საერთოდ აი ამ სტატუსს, რომ ის მთავარი პერსონაჟია ამ გიგანტურ სფეროში, რასაც მოდის სამყარო ჰქვია.
კი, მეც ვფიქრობ, რომ ფილმმა ძალიან კარგად აღწერა მისი ხასიათით, სიჯიუტეც და მიზანდასახულობაც. კი, და საოცრად შეასრულა ეს როლი მერილ სტრიპმა, რომელიც ალბათ ვფიქრობ, რომ ჰოლივუდის ზოგადად ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მსახიობი, რომელმაც აი საოცრად მოირგო ეს როლი და რომელსაც შეუძლია საოცარი გარდასახვა. კი, არაერთი სხვა კარგი როლები აქვს კიდევ მას, თუმცა ახლა შესრულდა საქართველოში 9 საათი და საინფორმაციო გამოშვების დრო მოვიდა უკვე სულხან წულუკიძე შემოგვერთდება ახალი ამბებით სულხან დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს ახალი ამბების დრო. პრემიერის მორიგი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 11-13 თებერვალს დუბაი მსოფლიოს მთავრობათა სამის მასპინძლობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. 80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია სამიტის მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. სამიტმა უნდა იმსჯელოს იმ ეკონომიკურ ალიანსებზეც, რომლებზეც გლობალური ცვლილებები მოახდენს გავლენას. მსოფლიო მთავრობათა სამიტი 6000 სტუმარს შორის არაერთი ბიზნეს ჯგუფია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს. ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობების წარმომადგენლებთანაც ექნება. ყოველთვის საინტერესოა ეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიღება. ჩვენ სამიტის ფარგლებში ვექნება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ სპეციალური ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან და ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ბევრ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა, განხილვა, მათ შორის გვექნება ვიზიტები ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ. პროტესტის 75 ღამე საქართველოში რუსთაველის გამზირი მომიტინგეებმა ისევ გადაკეტეს. მანამდე ქვეყნის მთავარ მოედანზე ხმაური იყო, ადგილზე შეკრებილი მომიტინგეები საავტომობილო გზების გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამმართველო მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი პარტია გაახარიეს საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროტესტის 75 დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უსვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. ნიშნავს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის პერიოდში დაკავებული პირები. ვაკარაფერი არ ხდებოდა მშვიდობიანი ადამიანებით განა და პროტესტს გამოთქვამენ და აი მშვიდობიანი პროტესტის დროს განრიდება ესეთ რამე არ არსებობს. თუ არსებობს რაღაც რადიკალიზაციის რისკი ახლა მესმის, მაგრამ აი ვნახავთ ჯერ არ ვიცით ლევანი სად არის და ნუ რას ვიზამთ ახლა ლევანს ეს გამოვლილი აქვს ნაციონალური მოდელობის რეჟიმის დროსაც და ეხლაც სამწუხაროა ეს ყველაფერი ადამიანები უბრალოდ გამოთქვამენ თავის პროტესტს გამოთქვამენ უკვე 70 დღეზე მეტია მე ვფიქრობ რომ ყველა ნორმალური ადეკვატური ხელისუფლება ამას პატივს უნდა ცემდეს და ისე როგორც შეურაცხყოფენ მაგალითად მოშიმშილე ჟურნალისტს მზიას ასე კი არ უნდა იქცეოდნენ რუსთაველის გამზირს მომიტინგეები ყოველღამით კეტავენ ამის მიუხედავად მმართველ-გუნდში ამტკიცებენ რომ ოპოზიციას ხალხი ვეღარ გამოხავს უჭირთ აქციების ორგანიზება და მთავარი გამზირის გადაკეტვა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მომიტინგეებს მოუწოდებენ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ არ წავიდნენ. ხელის გულზე გამოვიდა ის მაქინაციების სქემები, რაც წყალობითაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედია ორგანიზაციები ცდილობდნენ უკმაყოფილების აგორებას ქვეყანაში. ამის შემდგომ ხალხს აღარ აქვს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვინც აქამდე უჭერდა მხარს, აღარ აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში. ერთ რამეს ვსურვებდი და მოვითხოვდი ამ ადამიანებისგან, რომ დაანებონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირებას. უცვლელი მოთხოვნებით უცვლელ ლოკაციაზე შეიკრიბნენ მომიტინგეები ბათუმში ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლება 75-დღიანი უწყვეტი პროტესტის მთავარ მოთხოვნად რჩება. აქციებში მონაწილეები ამბობენ, რომ რეჟიმის რღვევის პროცესი დაწყებულია და პროტესტის ჩახშობას ხელისუფლება ვერც ერთი რეპრესიული კანონით ვერ შეძლებს. 75 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს საქართველოს, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოში, თითქმის ყოველ დღე ვარ აქ. ჩვენი მოქალაქეების მთავარი სათქმელი
და მთავარი მესიჯი არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, უკანონოდ დაპატიმრებული სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. ზიამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება მოშიმშილე პატიმრმა ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს ბივამეთში გააგრძელებს. მედია მენეჯერი 31 დღეაში მშილობს. ამდენიმე დღეა ნეტგაზეთისა და ონლაინ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება. გამოძიება ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად ცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს. გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს, აცხადებს ბიურო. განცხადების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს. განცხადების თანახმად 25 და 27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის მიმართ დააწესებს ტარიფებს, ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ძალიან ფრთხილად ვთქვათ, როდესაც ეს ჯერ არ არის ოფიციალური, მაგრამ სიცხადით, ვინც ტარიფებს აწესებს, უნდა ელოდეს კონტრტარიფებს, თქვა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა უკრაინის დახმარებაზე. შოლცს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და ეს არის ის, რაც განიხილა Donald Trump-თან საუბრისას. საჰაერო განგაში ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. ოკუპანტებმა ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები და იბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 127 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ამ კვირაში ომში მყოფ ქვეყანას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წევრები ეწვევიან. ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში აჭარის ხელოვნების დამსახურებელი მოღვაწის სულიკო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართა. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დამფუძნებელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტს მომღერალს, ცნობილ ანსამბლ ბათუმის კონსულტანტს, ვოკალის პედაგოგს სულიკო გიორგაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მუსიკალურ საღამოში, როგორც სამუსიკო სკოლის ამჟამინდელი მოსწავლეები, ასევე სკოლა კოლეჯის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მე-20 წელია სამუსიკო სკოლაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან შედგა ტრადიციული საღამო, რომელსაც უკვე 20 წელია 10 თებერვალს იხდის და უძღვნის ხელოვნების დამსახურებელ მოღვაწეს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა კოლეჯის დირექტორ სულიკო გიორგაძეს. დაიფერება მის სულს და მის შემოქმედებას, ვინაიდან ეს კაცი ნამდვილად განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის და რეგიონისთვის და ჩვენი ვალია, რომ ეს 10 თებერვალი გავაგრძელოთ ყოველწლიურად და ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ. მის მოგონებას ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მორიგი ეთერით 10 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდით. დაგელოდებით აუცილებლად სულხან გემშვიდობებით დროებით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. შევახსენოთ მაყურებლებს, რომ მე ანა შამილაძე ვარ, ჩემი კოლეგა ანი ჟოჟაძე, ჩვენ ერთად გვიყვავს გადაცემა დილის ტალღა და წინ საინტერესო გადაცემა ელოდება ჩვენს მაყურებლებს. საინტერესო თემები და სტუმრები ჯერ კიდევ წინ არის, ასე რომ არ გადართოთ, მოდი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი.
გადაცემის მეორე ნაწილში ტრადიციულად უტყუარი ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბები კი ჯიჯისგან პირდაპირ ყინულის მოედნიდან გელოდებათ. სოფლიო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნიშნავს. არ გამოგრჩათ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. დროის მანქანა დღეს ქედის მუნიციპალიტეტში გვამოგზაურებს და გვაზიარებს დაბა ქედის მუზეუმის საგანძურს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დღეს ქალ მეცნიერთა დღეა, ჩვენ კი გაგაცნობთ გამოგონებებს, რომელთა ავტორებიც ქალები არიან. დიდ აღმოჩენებს აკეთებენ დიასახლისების სამზარეულოსა თუ დასუფთავების პროცესში. დამღლელი დღის მერე როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და რა ხრიკებს გაგვიზიარებს ჩვენი დიასახლისი. გადაცემის ბოლოს სტუმრისგან გაიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გადაცემის დასაწყისში დაგპირდით, ტრადიციისამებრ კობა ფარტენაძე უნდა შემოგვიერთდეს ახლა და გაგვაცნოს ამინდის უტყუარი და ზუსტი პროგნოზი. დილამშვიდობისა დიადო. მოგესალმებით. დილამშვიდობისა ყველას. მშვენიერი ამინდია ბათუმში, ცოტათი ცივა დილით, თუმცა დღის განმავლობაში ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე მოიმატებს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 5-7 გრადუსი იქნება აღმოსავლეთში იმ ფონზე, რომ უფრო ციო და ესეც რა თქმა უნდა, კარგი ტემპერატურული ფონია და მზე თავის გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. მთავარია მშვიდობა გქონდეს, ყველა თითოეული ჩვენგანი ვიყოთ კარგად და ამინდიც ყოველთვის რაც არ უნდა ცუდი იყოს, მზე გამოგვინათებს ამის დასტურია დღევანდელი დიდებული დილა მეტეო თვალსაზრისით. კონკრეტულად საქართველოს ქალაქებს გადავხედოთ და შემდეგ უკვე უახლოესი დღეების პროგნოზსაც გაგაცნობთ. მანამ ასევე თქვენ გექნებათ ჩვენი დიდებული ოპერატორის საშუალებით თვალი გადაავლოთ ჩვენს ქალაქს. ნიკოლოზი შეეცდება ამ ყველაფერს განახოთ თუ როგორ იღვიძებს ჩვენი ქალაქი და ტემპერატურას რაც შეეხება ბათუმში დღეს 10 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, ქობულეთშიც 10 გრადუსია მოსალოდნელი, ქედაში 7 და შუახევში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ხულოში +3 გრადუსი იქნება, გოდერძის უღელტეხილზე -1 გრადუსი და ოზურგეთში +11 გრადუსია მოსალოდნელი. ურეკში +11 გრადუსი იქნება ასევე, ლანჩხუთში +10 და ჩოხატაურში +9 გრადუსი. ბახმაროში -3, ფოთში, ანეკლიასა და სოხუმში 11 გრადუსია მოსალოდნელი, ზუგდიდში 10, კოპიტნარში 10, ქუთაისში 11 გრადუსი იქნება, საირმეში 4, მესტიაში 2, ბორჯომში 6 და ბაკურიანში 0 გრადუსია მოსალოდნელი. დღეს აბასთუმანში +2 გრადუსი იქნება, ახალციხეში +5, გორში +6, ცხინვალში +5, დედაქალაქში 6 გრადუსი იქნება მხოლოდ და +5 გრადუსი დაფიქსირდება თელავში და რაც თავარია ყველგან იქნება მზიანი დღე. მზიანი დილა გვაქვს ბათუმშიც, თქვენ ხედავთ ჩვენს დიდებულ ქალაქს კადრებში, სადაც ესე ნელ-ნელა იღვიძებს ადამიანები და მიემართება ალბათ ზოგი სასეირნოდ, ზოგი სამსახურში და ამინდი უახლოეს დღეებში ცხელს შეგიწყობთ ამ ყველაფერში. ხვალ საქართველოში შენერჩუნდება მზიანი დღე, ხოლო ზეგ 13 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაგვიავდრდება უპირველესად დასავლეთში, ხოლო 14-ში დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ეს იქნება ერთდღიანი გაავდრება. 15 თებერვალს ისევ გამოიდარებს რაღაცნაირად 14 თებერვალს დაემთხვა ესე ამინდის რთული მეტეო პირობები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც ერთმანეთი უყვარს, გაათბობს ვალენტინობას ოამინდობაშიც. დღეს კი მოკლედ დათქვით ამ მზიანი დღით და ხვალაც გექნებათ ამის შანსი. ასეთია დღევანდელი და უახლოესი დღეების პროგნოზი. გისურვებთ ბედნიერ და დიდებულ დღეს მზის სხივებით გაჯერებულთ და ხვალამდე დაგემშვიდობებით. გემშვიდობებით კობა ხვალამდე და მოკლედ გვახარებს რომ ხვალაც მზიანი ამინდი იქნება. ხვალაც მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ვალენტინობას ამინდი შეიცვლებაო, როგორც კობა გვითხრა, მაგრამ სიყვარული ის ძალა, რომელიც ნებისმიერ ამინდს უძლებს. კი ბატონო. მთავარია შიგნიდან ვიყოთ მზიანები.
და დრო არის ასევე ჩვენი მზიანი ბიჭი უნდა შემოგვიერთეს რამდენიმე წამში, რომელიც ძალიან საინტერესო ლოკაციაზეა ახლა. ყინულის სასახლეში იმყოფება. კი, და საინტერესო თემები და ინფორმაციით უნდა ჩაგვერთოს ჯიჯი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა, მივესალმები მაყურებელს, კი, ძალიან მაგარ ლოკაციაზე ვიმყოფები ბათუმის ყინულის სასახლეში, სადაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სიტუაცია. რაღაც გარემო შეიცვალა თითქოს ახლა. ბათუმის კადრში რასაც ხედავ რაღაც გახსოვთ ალბათ პირველი ჩართვაც. კი, როცა ვიყავი სუსხანაირი იყო ეხანად, რა თქმა უნდა, როცა შეჯიბრი მიმდინარეობს, სუსხანაირი გარემოა ძალიან ლამაზი სიტუაცია დახვდა პირადად მე ნამდვილად ესეც არ ველოდი და ძალიან მიხარია რომ ესეა. მეგონა რაღაცა სხვა ქალაქში იყავი უეცრად. კი, ხო, მეც ესეთი შთაბეჭდილება დამჭირა, რომ რაღაცა სხვაგანოა სხვა ქვეყანაში, მაგრამ ბათუმში ვარ და ჩვენ ქალაქში ვარ, რა ძალიან მახარებს აქ ჩვენ ქალაქში ხდება. მოკლედ 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის მასპინძელი ქალაქებია ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი და ბათუმში ვიმყოფები ალბათ უკვე მაყურებელი მითქვა, სადაც მოკლედ დღეს იმართება შორტ-ტრეკის შეჯიბრი და ასევე ფიგურული ციგურაობის. მოკლედ მე რომ ბევრი არ ვისაუბრებ, ჩემთან ერთად სტუმრად ეხა არის ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი ბატონი უჩა აბრამიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებ. ბატონო უჩა, დილამშვიდობისა, მადლობა დილიდან ჩემთან ერთად რო ხართ. მოკლედ გილოცავთ გუშინდელ დღეს და ზოგადად ამ ოლიმპიურ ფესტივალს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები იმართება ჩვენ ქვეყანაში და გუშინდელმა დღემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყველაფერი არის იდეალურად, ძალიან კარგად, შეფასებებიც ისეთ ვიზუალურადაც და სპორტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ რო შეაფასოთ გუშინდელი დღე, პირველად ჩატარდა ჩვენს ქალაქში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი შეჯიბრები და რო შევაფასოთ გუშინდელი. ჯიჯი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. წარმატებული დღე მინდა უსურვო სრულიად საქართველოს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მართლაც მიულოცო ჩვენს ქვეყანას მსგავსი მასშტაბის უპრეცედენტოდ დიდი ღონისძიება. ეს არის ოლიმპიური ზეიმი ჩვენს ქვეყანაში. 45 ქვეყნის 1000 სპორტსმენი და 2000-მდე სტუმარს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბათუმი 50 სპორტსმენს და 32 ქვეყანას მასპინძლობს. თქვენ ხედავთ როგორი ლამაზი სანახაობაა. 9 თებერვლიდან დაიწყო და მიმდინარეობს 16 თებერვლის ჩათვლით. დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე უწყვეტ რეჟიმში როგორც შეჯიბრება, ასევე ოფიციალური ვარჯიშები. მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფიგურულ სრიალში ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ღებულობს მონაწილეობას. დღეს გვექნება საღამოთი კენჭისყრა, სადაც უკვე დეტალურად გვეცოდინება თუ რომელ საათზე გამოდის ფიგურულ სრიალში ჩვენი სპორტსმენი ინგა გურგენიძე და მინდა ყველა ბათუმელს და ბათუმში ჩამოსულ სტუმარს ვთხოვო, რომ მობრძანდნენ ნახონ ეს ულამაზესი სპორტის სანახაობა, როგორც შორტ-ტრეკში, ასევე ფიგურულ სრიალში. დასწრება არის სრულიად უფასო და თქვენ გელოდებათ აქ ძალიან ლამაზი სანახაობა ორივე სპორტის მიმართულებით. ასევე თქვენ შეგეძლებათ, რომ დაათვალიეროთ ის უახლესი და თანამედროვე სტანდარტების ბათუმის ყინულის არენა, რომელმაც უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. შეფასებებზე მინდა მეკითხა, გუშინდელი დღის შემდეგ აი უცხოელი სტუმრები ვინ ჩამოვიდა, მათი შეფასებები ამ ინფრასტრუქტურის მე ვაკვირდებოდი თქვენს ემოციებსაც, რომ არ გჯეროდათ, რომ ბათუმში ყავით და ნამდვილად ბევრ ევროპის ქვეყანასაც კი შეშურდება აქაური ინფრასტრუქტურა, აქაური კეთილმოწყობილი თუნდაც აშხაპეები, გასახდელები, სპორტული დარბაზები, საკონფერენციო დარბაზები, ადმინისტრაციული ოთახები, ეს არის ნამდვილად სასწაული, რაც დარჩება ჩვენს ქალაქს, უახლესი სტანდარტების, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ჩვენი სპორტსმენებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიღწევებს ვაღწევდით ძველ აირპნევმატორ ნაგებობაში, სადაც ძალიან ხშირად ვსტუმრობდით და ეს ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი ეკიპირება, ინვენტარი, რომელიც უკვე მოამზადა პარალელურად ჩერნობილის დროს
მშენებლობის დროს ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდმა და ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჯიჯი ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც ქალაქ ბათუმის მერია უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ბათუმის სპორტული ცენტრის მიმართ და განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ სპორტსმენებს აქვს ძალიან კარგი პირობები, ყველანაირი შესაძლებლობა შექმნილი, ასევე უმაღლესი დონის ყინულია და სასწაული. ჩვენ როდესაც საუბარი დავიწყეთ, ვახსენეთ წინა სპორტის ყინულის სასახლე და ყინულის ხარისხი რადიკალურად განსხვავებულია, აი რაღაცნაირად სხვანაირი ვიზუალია, გეკონება ის არკესავით არის და აქ ალბათ უმაღლეს შედეგის დადება და მომზადებაც არის შესაძლებელი. ეს როგორ მიახციეთ, ანუ ეს ალბათ არის სტანდარტებით გაკეთებული, რომელსაც აკვირდებოდა არა მარტო ქართველი, ალბათ ევროპული წარმომადგენლები. ეს არის მართლაც ფასდაუდებელი შრომის შედეგი. მინდა გითხრათ, რომ აი ახლა რა ღონისძიებაც მიმდინარეობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2017 წელს ბათუმის სპორტული ცენტრის ფიგურული სრიალის მოციგურავემ ნიკოლოზ ეგაძემ ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი აიღო მსგავს ტიპის ოლიმპიადაზე, რომელიც ერზრუმში იმართებოდა და წარმოგიდგენიათ თქვენ ამ ახალ ინფრასტრუქტურაში, ამ კეთილმოწყობილ ყინულზე, რომელიც მართლად რადიკალურად განსხვავდება, შედარებაც კი არ შეიძლება ძველსა და ახალ ყინულს შორის, ისევე როგორც ამ ულამაზე შენობას შორის, ეს მოგცემს მართლაც ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ჩვენ არა მარტო სპორტსმენებმა, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა მოვიდეს, დაკავდეს სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების ეს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს არის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, რომ მოვდიოდი, რამოდენიმე ჩემმა თანამშრომლებს მეგობრებს, კითხა რომ აი როდიდან შეიძლება ბავშვების მიყვანა, იმიტომ რომ ყველას ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც ინფრასტრუქტურა კეთება, ყველას აქვს სურვილი, რომ ბავშვი თან როდესაც ახსენეთ, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, ისედაც სპორტული თვალსაზრისით, როდიდან შეიძლება ამ ინფრასტრუქტურამ უკვე უმასპინძლოს იმ ბავშვებს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა და ისწავლონ ეს სპორტის სახეობა, ეს ულამაზესი სპორტის სახეობა. ამ ეტაპზე გიგი ჯიჯი მთელი ყურადღება არის გადატანილი ოლიმპიადის, ასე რომ ვთქვათ, საორგანიზაციო საკითხებზე, დიახ, თუმცა ასევე მინდა დავადასტურო ის ფაქტიც, რომ აჭარის მთავრობისა და ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით მართვა ადმინისტრირებას უკვე გააგრძელებს ისევ ბათუმის სპორტული ცენტრი, შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში პროექტების მართვის, აჭარის პროექტების მართვის დეპარტამენტთან ერთად, კომპანია ანაგის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობთ, დავალებაც გვაქვს მიღებული და მხარდაჭერაც როგორც ცენტრალური ხელისუფლებისგან, ისევე ადგილობრივი მთავრობისგან, რომ როდესაც დასრულდება ოლიმპიადა, ძალიან მალე უმასპინძლოთ იმ ბავშვებს, იმ პატარებს, იმ ბათუმელებს, რომლებიც წლების განმავლობაში მართლაც გაგებით ეკიდებოდნენ, იდგენ ჩვენთან ერთად და დღეს მოიტანეს აქამდე ყინული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მალე. დაახლოებით ერთი კვირის ნაწილში ჩვენ უკვე დავაანონსებთ, რომ რაც შეიძლება მალე უმასპინძლოთ იმ გულანთებულ ბავშვებს, რომლებმაც და მშობლებს განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როდესაც მართლაც ისე მდგომარეობაში იყო ყინულის მოედანი, რომ აქ რაღაც დიახ, სულ სავსე იყო, სულ გვამხრებებდნენ, რომ ჩვენ გჯეროდა და გვწამდა იმისა, რომ ბათუმს ესეთი სტანდარტების ყინულის მოედანი ექნებოდა და შესაბამისად დასრულდება ოლიმპიადა ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ, როდის შეიძლება მიღება შეიძლება რა ასაკი და ასე შემდეგ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ქალაქ ბათუმის მერიისგან არის საოცრად დიდი მხარდაჭერა, საოცრად მაღალი ხარისხის სოციალური პაკეტები, აქ უფასოდ შეუძლია ისარგებლოს როგორც მრავალშვილიანი, ასევე სოციალურად დაუცველი და ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის, გიგი, მე არ დავუგლით თქვენს მაყურებელს, სადაც ჩვენს ბათუმელებს, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ სამედიცინო წარმომადგენლების ჩაწერა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის აღნიშნული სპორტის სახეობა, ექიმის დანიშნულებით მიცმოდი სრულიად უფასო და რა თქმა უნდა ამ მიდგომას ქალაქ ბათუმის მერია და ქალაქ ბათუმის საკრებულო აუცილებლად გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ, რაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ მართლაც პარალელურად ოლიმპიადასთან ერთად დღესაც ეხლა მინდა გითხრათ, რომ 12 საათზე არის ძალიან დიდი შეხვედრა ჩანიშნული, სადაც ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვჟელობთ და გავდივართ იმ საკითხს, როგორ, იმიტომ რომ გავაგრძელოთ აქ, ასე რომ ვთქვათ, სასწავლო პროცესი, იმიტომ რომ აქ არის თქვენ რასაც უყურებთ ამ ლამაზი შენობების უკან, უახლესი, მსოფლიოში უახლესი დანადგარები, BMS სისტემები, რომლის მართვა ადმინისტრირებაც არის საკმაოდ დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. საკმაოდ ძვირი სიამოვნებით. ძალიან საკმაოდ
დიახ, დაგეთანხმებით, საკმაოდ ძვირი სიამოვნება, მაგრამ ეს სპორტის სახეობა და აქ მიღწეული შედეგები დამერწმუნეთ ყოველგვარ ფინანსებზე წინ დგას. ბოლო კითხვასაც დავსვამ, აქ ვიცმოთ ის ყველა სანამ შენობაში შემოვა, გვერდით მშენებლობაც არის, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, არ შეიძლება არ კითხოთ. წინა ჩართვაშიც ბატონი ბაქარიში დაიაკ ყავდა და ბაქარმას გითხრათ, თქვენცო გითხრათ, რა ეტაპზეა ეხლა აუზის მშენებლობა, რომელიც აი გვერდით უკვე ის ინფრასტრუქტურა შენდება და ამით მოვწევთ. დიახ, ეს არის აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებული ერთი დიდი ტენდერი, რომელიც გულისხმობს როგორც ოლიმპიური სტანდარტის აუზს, ასევე ოლიმპიური სტანდარტის საციგურაო მოედანს. აქ მთელი დატვირთვა, რადგანაც მიმდინარეობდა და ველოდა გვემასპინძლა ზამთრის დიახ ფესტივალის მთელი აქცენტი გადმოტანილი აქედან, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ერთი დღე მე შემიძლია ეხლავეც თუნდაც გაგვყვეთ პირდაპირ ეთერში და ნახოთ, რომ აქ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი რასაც გვეუბნებიან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, წლის ბოლოს უკვე ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ჩვენი ქალაქისთვის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ექნება, იმიტომ რომ ჩვენ წყალბურთის სექციაც გვაქვს ბათუმის სპორტულ ცენტრში და საკმაოდ დიდი წარმატებებიც გვაქვს და ეს იქნება ორი ასე რომ ვთქვათ უზარმაზარი კომპლექსი ერთი ჯანმრთელობის ცენტრი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ეს იქნება მართლაც ჯანმრთელობის ცენტრი, იმიტომ რომ ცურვაც და ყინულზე ციგურაობაც ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის და დარწმუნებული ვარ კიდევ თქვენთან ერთად ვიზეიმებ და არა მარტო ყინულის მოედანი, ის ახალი ოლიმპიური სტანდარტის აუზი გახდება ძალიან ბევრი საერთაშორისო თუ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ასე რომ ვთქვათ ქალაქი. მადლობა კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ ბათუმი კიდევ ერთხელ ყველა ეთერში აღვნიშნავ, რომ ბათუმი ძალიან ასე რომ ვთქვათ ამართლებს იმ სტატუსს, რომ ჩვენ ვართ ევროპის სპორტის დედაქალაქი. დღეს მტკიცდება ეს, იმიტომ რომ დღესაც ჩვენი ასე რომ ვთქვათ ქვეყნის მიმართ არის 45 ქვეყნის ტელევიზია მომართული და მთელი მსოფლიოს ყურადღება არის საქართველოზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მემახარებს ბათუმზე არის გადმოტანილი ყურადღება და მინდა მიულოცო კიდევ ერთხელ თითოეულ ბათუმელს და სრულიად საქართველოს ეს ოლიმპიური ზეიმი. მადლობა წარმატებები თქვენ და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. მოკლედ კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ჩვენს ქვეყანაში ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის ბათუმია და შესაბამისად ვისაც გაქვთ სურვილი ამ ლამაზი სპორტის სახეობით დატკბეთ, დღეს უკვე შეგიძლიათ მოკიდოთ თქვენ შვილებს, მეუღლეებს, შეყვარებულებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გინდათ რომ აჩვენოთ ძალიან ლამაზი სანახაობა, მოხვიდეთ ბათუმის ყინულის სასახლეში და თვალი ადევნოთ მოკლედ შეჯიბს საღამოს გვიანობამდე, გვიან 10 საათამდე მიმდინარეობს შეჯიბრები, ასე რომ ვისაც გაქვთ დრო და სურვილი შეგიძლიათ მომბრძანდეთ, დასწრება თავისუფალია. მე კიდევ ერთხელ ჩვენი საქართველოს დროშით მონაწილე ყველა ქართველ სპორტსმენს უსურვებ წარმატებას და როგორც ბატონმა უჩამ თქვა, დღეს კენჭისყრა გაიმართება და გავიგებთ თუ როდის მიიღებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ფიგურულ ციგურაობაში მონაწილეობას და ამას რა თქმა უნდა დავაანონსებ და ყველამ ერთად უგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყნის მონაწილეს აი ამ ძალიან ლამაზი სპორტის სახეობაში. მოკლედ ესეთი იყო ჩემი ჩართვა, მე ხვალ ზუსტად 10-15 წუთამდე დაგემშვიდობებით და მოკლედ წარმატებები. მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის, მადლობა სტუმარს და მადლობა შენ გემშვიდობებით ხვალამდე. ჯიჯის დავემშვიდობეთ, ეხლა კი დროა გადავინაცვლოთ რადიოზე და ვნახოთ დილის რადიო ტალღებით. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. მშვიდობის ამოგესალმებით ზურფასო რადიო მსმენელებო, ამჟამად მივესალმებით უკვე ტელემაყურებელსაც, ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. თებერვლის მეორე სრული კვირის სამშაბათი ყოველწლიურად აღინიშნება როგორც უსაფრთხო ინტერნეტის დღე. დღეს უსაფრთხო ინტერნეტზე ვსაუბრობ და ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ზურაბ მესხიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ზურაბ, მოგესალმებით. გამარჯობა ზურაბ.
მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მივესალმებით ტელემაყურებელს, ძალიან კარგი არის ესეთი ჰიბრიდული პლატფორმების მეშვეობით გასვლა ჩვენს ტელემაყურებელზე. თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან სახიფათოც არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ჩვენი ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად არის განთავსებული ინტერნეტში და სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებში. ნუ ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ აი ჩემი რა არის ახლა ერთი ფოტო მიდევს Facebook-ზე. ამით არ შეიძლება განიცაცხლოს, ერთი ფოტო ვიხდებს რა Facebook-ზე. არის კატეგორია ხალხის, რომელიც ამბობს, რომ მე არც ისე არ ვარ დაახლოებული ტექნოლოგიებთან, ჩემი რა უნდა იყოს. არ უნდა დაგვიწყოს, რომ ხოლმე სოციალური ქსელები არ განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურობას. ჩვენი ყოველდღიურობა ვიყენებთ ინტერნეტ ბანკინგს, ვიყენებთ ჩვენ აპლიკაციებს, რომელიც მაგალითად ბენზინგასამართლებლურებზე გვაქვს. ვიყენებთ აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს ჯანდაცვის აქვს. ხო, ნუ Google სოციალურ ქსელებში გავატარე, იმიტომ რომ რეალურად სოციალური ქსელია ერთ-ერთი დღევანდელ დღეს. ხო, ანუ ინტერნეტით და ამ ტექნოლოგიებით გროვდება ის ინფორმაცია, ანუ ჩვენი გადაადგილების შესახებ, ჩვენი სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ანუ ეს ინფორმაციები იმდენად ბევრია, ხო, ამ ტექნოლოგიების მეშვეობით, რომ თუკი ჩვენ რაღაცა საბაზისო ნიუანსები არ დავიცავით, ძალიან დაუცველები შეიძლება გავხდეთ. ეს იგივე არის, რომ მაგალითად სახში გვედოს ზუსტად იგივე თანხა, ზუსტად იგივე ინფორმაცია და კარი არ გქონდეს ჩაკეტილი, ხო? ანუ ბევრი ადამიანი გაგიგიათ ალბათ, რომ აი მე არ მინდა ეს პინ-კოდის აკრეფა, თითის ანაბეჭდის სახის ამოცნობა და ასე შემდეგ და სხვადასხვა დამცავი მექანიზმები. ხო, სხვადასხვა დამცავი მექანიზმებისგან ვარს ამბობენ და ნუ შემთხვევით ტელეფონი რო შემდეგ სადმე დარჩება სადგურში და ასე შემდეგ. უი, აქ ინფორმაცია მაქვს, აქ ეს მაქვს. თუნდაც ის რომ ძალიან ბევრი ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია ინახება და სატელეფონო ზიგნებში ესეც პერსონალური მონაცემები არის. ასე რომ ბევრია ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს კარგ მოპყრობას იმისათვის, რომ არ გავხდეთ შემდეგ ვიღაცის მსხვერპლი, ხო? ნებისმიერი ასეთი დღის დაწესება და კვირეულის, აქ კვირეულზე გვაქვს საუბარი, ნიშნავს იმას, რომ უნდა ამაღლდეს ცნობიერება და ემსახურება ამ ამბავს. აი ამ მიმართულებით, რომ ინტერნეტი იყოს უსაფრთხო ჩვენს ცხოვრებაში, ცნობიერების ამაღლების კუთხით საბაზისო ცოდნა რა არის? ყველა საბაზისო ცოდნა საიდანაც დავიწყეთ არის ის, რომ ანუ ელემენტარული განბლოკვის და დაბლოკვის ფუნქციები აუცილებლად უნდა გქონდეს ჩართული ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და მოწყობილობები დღეს უკვე იმდენი არის, ეს იქნება მაჯის საათიდან დაწყებული სათვალით გაგრძელებული მობილური ტელეფონი, მანქანებშიც იმდენი ფუნქცია და პლატფორმა არის. ტელეფონები, ლეპტოპები უკვე ფუნქცია აქვს ლეპტოპს, რომ ანუ პინის დაყენება თუ გვეზარება შესაძლოა თითის ანაბეჭდის განიბლოკოს ან სახის ამოცნობის სისტემებით. ეს პირველი დონე, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად. შემდეგი დონე, ანუ ნებისმიერი პაროლი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იქნება მეორე ხარისხოვანი ვებგვერდი, რომელზეც ჩვენ თვეში ერთხელ შეიძლება შევიდეთ, ან აპლიკაციები, რომელშიც ყოველდღიურად ჩვენ შევდივართ. ეს იქნება ჩვენი სოციალური ქსელები, ეს იქნება ჩვენ Google-ის ან iCloud-ის ანგარიში. ეს იქნება მაგალითად სხვადასხვა მეილ სერვერები, რომელსაც ჩვენ ყოველდღურად ვიყენებთ. აუცილებელი არის, რომ პაროლი იყოს ძალიან რთული. რას გულისხმობ რთულში? ტყუილად არ არის, რომ პაროლს, როდესაც ჩვენ ვწერთ, იქ ან რეკომენდაცია არის, ან მოთხოვნა არის, რომ ერთი დიდი სიმბოლო იყოს, ერთი პატარა სიმბოლო იყოს, აუცილებლად ერთი ციფრი იყოს. და რატო არის ეს საჭირო? თავარი მოთხოვნა იცი რა არის? პაროლს რომ დააღდებ, მე ეს დაიმახსოვრ. ხო. ყველაზე დიდი გაჭირვება ინდექსელია უკვე ინტერნეტში, რომ ყველგან პაროლსაც აყენებ, ყველას რომ იმახსოვრებ, მოკლედ ჭირს ეს ამბავი. ამიტომ რაღაცა დამახსოვრებს ამ პაროლის შედგენის ორიგინალური მეთოდი უნდა შეიმუშაოთ ისევ და ისევ თქვენი. მაგალითად, ანუ რას აკეთებენ, ანუ ზოგიერთი ტექნოლოგიების ცოდნე ადამიანები, მაგალითად 100 მაგივრად იყენებენ ძაღლუკას. მაგალითად ერთიანის ან ელის მაგივრად ან ის მაგივრად იყენებენ ძახილის ნიშანს და ნუ ეს-ის მაგივრად მაგალითად დოლარის სიმბოლოს და 4-ის მაგივრად შარფს და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი ამბანი უნდა შექმნას. რატო კეთდება ეს ხო? ნუ პაროლი პირდაპირ გაარტყა ძალზე რთულია, მაგრამ არსებობს პროგრამები, რომელსაც შეიძლება მივთითო, რომ აი აქ პაროლია შესავსები და 10,000-ობით სხვადასხვა მონაცემს ამოწმებს, რომ ეს ხო არა პაროლი, ეს ხო არა პაროლი. ერთიდან რუის ჩათვლით, რომ დააყენებ პაროლს, ესა პირველივე, რასაც ის პროგრამა შეამოწმებს. ხოლო თუ კი ერთიანის მაგივრად ძახილის ნიშანი გვაქვს,
იმ პროგრამას დაახლოებით 10 წელი დაჭირდება რომ ის გატეხოს. თუ კი ერთიანის მაგალითად ძახელის ნიშანი გვაქვს, ორიანის მაგალითად ჩვენ გვექნება ის ძაღლუკა, სამიანის მაგალითად ესი გვექნება დაახლოებით 400 წელი ჭირდება იმ პროგრამას რომ ეს გატეხოს. ანუ ხო ხტებით სხვაობას არის რაღაცა შესაძლოა რომ 3 წამში გატყდეს და 400 წელია სხვაობა. ანუ რაღაცა ესეთი მსგავსი უნდა შევიმუშაოთ რომ პაროლი ადვილი იყოს. კიდე რა მახსენდება, ანუ ბევრ სამსახურში როდესაც კიბერუსაფრთხოების ტესტებს ვატარებთ, ანუ არის რომ კომპიუტერზე პაროლი კი აქვს დაყენებული, მაგრამ ფურცელზე და წერილზე ეს იგივე არის რომ სახლის გარეთ დავკეტოთ და გასაღები და დავაწეროთ რომ ამ გარემიზა ეს გასაღები და შეგიძლია გააღოს. ხო, ზუსტად იგივე სიტუაცია. ტექსტსაწმენდის ქვეშ. ეს ხშირად იყო, ხო, ანუ ეს რაც შეეხება პაროლს, ის გამბლოკის მეთოდები და ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა აპლიკაციები გთხოვენ ჩვენ ნებართვებს, ანუ ნებართვებში რაც გულისხმობ. მაგალითად, ხო, წვდომა სხვადასხვა მონაცემებზე, ანუ ბევრი ამბობს, რომ აი მაგალითად მე ვთქვი, რომ მაგალითად გარკვეული მარკის ავტომობილის შეძენა მინდოდა, ან ესეთი ავტომობილი მყავს და იმავე წუთს Google-ში, Facebook-ში გაჩნდება რეკლამები, რომ ესა და ხო არ გინდათ შეიძინოთ, ხო არ გინდათ საწმენდის საშუალება ამ ავტომობილის და ასე შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს აკაუნტში მითითებული გვაქვს, რომ ჩვენ გახსნილი გვაქვს მიკროფონი. და ჩვენი მობილური მოწყობილობა ყოველთვის ისმენს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. ეს მიკროფონიც ვთქვი, რომ ჩვენ შევუზღუდოთ, შესაბამისად ეს აღარ ამოვარდება. ანუ ეს ერთი ისეთი ამბავი. დღევანდელ დღეს ანუ ინფორმაციას ძირითადად ორი გამოყენება, კაი მხრივ ინფორმაციას იყენებენ დიდი კომპანიები ისიც რომ შემდეგ რეკლამა გამოგვიგზავნონ და ცუდი მხრივ არის რომ ჰაკერები ცდილობენ რომ ეს ინფორმაცია მოხმარონ და გამოიყენონ მათთვის, ხო? ანუ ესეთი სიტუაცია აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ დაცულები მინიმალური რაც არის ეს კიბერჰიგიენის ნორმები, როგორც აი სახში რომ მივდივართ, ხელი უნდა დავიბანოთ, ხო? და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ რაღაცები, ანუ პანდემიის დროს ეს კარგად იყო უკვე აპროგრამირებული. ნელა ხალხი გადაჭვია მეგონი. ზურა, რამდენად საჭიროა ხშირად პაროლების ცვლა? ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება დაცული იყოს თუ შეიძლება დაუშვათ ერთი რაღაც ისეთი სანდო პაროლი მოიფიქრო და დააყენო ყველგან და დაცული იყოს. არის შემთხვევა თუ კი შევამჩნიეთ რომ რომელიმე სხვა პლატფორმაზე ეს ჩვენი პაროლი ანუ ან გაიჟონა ამ პლატფორმასთან რაღაცა აღარ გვაქვს სანდოობა, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ შევცვალოთ აი რას გულისხმობ ანუ მაგალითად არის ახლა ონლაინ მაღაზიები, ვიცით ხო, კარგად ეს არის ამერიკული, ეს არის თურქული, ეს არის ჩინური, ამ ეტაპზე რათა ჩვენთან. სამივეზე გვაქვს მაგალითად ერთნაირი პლატფორმა დაყენებული და გამოვიდა ინფორმაცია, რომ რომელიღაცა პლატფორმის არ მინდა დავასახელო ახლა, რომელიღაცა პლატფორმის ინფორმაციებმა გაჟონა ეგრეთ წოდებულ darknet-ში, ანუ შავ ინტერნეტში, ხო? ჩვენ რით ვართ დაზღვეული, რომ ის პაროლი რომ სამივეზე ერთნაირი ქონდა და მეილიც იგივე იყო იდენტური. ხო, შემდეგ არ მოხდება, ხო? მაგალითად სხვა ალტერნატივაზე იგივეს არ გამოიყენებენ მაგალითად ჰაკერები. და რატოა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში ჩვენ პლასტიკური ბარათის მონაცემები გვაქვს მიბმული, ხო, რომ რითიც ვიწერთ. შესაბამისად ჩვენი იმეილის და პაროლის გაგების შემდეგ ძალიან მარტივია ჩვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები და შემდეგ ნუ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა ზუსტად ეს არის და ესაა მათი საქმიანობაც. მათ როგორც კი მეილი და პაროლი აქვთ, ეგრევე სხვადასხვა პლატფორმებზე ამოწმებენ ეს ხო არა, ეს ხო არა. ნუ შეიძლება 1 დღე, 2 დღე, 3 დღე ну, მათ არ ქონდეთ დრო თქვენს წინ ბევრი ხოლს გინტერიქში. ასე რომ ეს დრო გვაქვს იმისათვის, რომ სხვა პლატფორმებზე შევცვალოთ. რაც უფრო უკან ხარ, მით უფრო გაგიბართო. ხო, კი, ნამდვილად. ჩამონათვალსიასიაში. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის, რომ ხშირად არის სიტუაცია, რომ ანუ 3 თვეში ერთი, 6 თვეში ერთი წერს ეს აპლიკაციები, რომ განაახლეთ პაროლი, განაახლეთ. ну, მესმის რომ ცოტა რთული ამბავია, მაგრამ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ეს იგივე არის აი კოვიდის დროს ტესტებს ვიკეთებდით ყოველ მაგალითად კვირაში ან ხანდახან თვეში ერთხელაც იმისათვის რომ გაგვეგო რამდენი ადამიანი ინფიცირებული და ასე შემდეგ. ხო. ანუ პანდემიას ადარებ მაქსიმალურად ამ ამბავს. პანდემიური სიტუაცია გვაქვს ახლა დღევანდელ სოფლიოში რაც უნდა იყოს ჯერჯერობით კიდე არ არის ბევრი ბიზნესი და ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა გამოსული აი ამ კრიზისიდან და შესაბამისად მარტივი არის ანალოგის გაკეთება სად ვიყავით როგორ ვიყავით. აი პანდემიამ მოიტანა ის რომ ძალიან ბევრი სერვისი გადავიდა ონლაინში. რაც გულისხმობ ანუ ონლაინში გადავიდა როგორც მმართველობა, ასევე ანუ მენეჯმენტს გულისხმობ სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით დაიწყო ბიზნესების მართვა.
ეს კარგია ერთის მხრივ, იმიტომ რომ ანუ ლოკაციაზე დამოკიდებული აღარ არის, დისტანციურად შესაძლებელია ვიღაცის გაკეთება. მეორეს მხრივ აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება, ხო? ჩვენ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც საერთოდ არ არის პოპულარული ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფების შესყიდვა. ეს რას ნიშნავს? ჩვენ ვიყენებთ ვიღაცა ჰაკერის გადახდილ პროგრამულ უზრუნველყოფას. ხშირად, როდესაც კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა ტესტზე გვეუბნებიან, რომ შეამოწმეთო, თითქმის პირველი შეკითხვა ჩვენთან ეგ არის, რომ ლიცენზირებულ სოფტვერს ვიყენებთ თუ არა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ შემთხვევაში არის, რომ არა, ანუ ადამიანებმა ჯერ კიდე არ იციან, რატომ უნდა გადაიხადონ, იმიტომ რომ სოლიდური თანხაღეს ახლა მართლა ცოტა არღეს რა, ლეპტოპის ნახევარი ფასი რო ოპერაციული სისტემა ეღირება შესაბამისად უკვე რთულია ჩვენი რეგიონისათვის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. ვიყენებთ ვიღაცა ჰაკერის გატეხილ ოპერაციულ სისტემებს და არ ვიცით იმას რა აქვს ჩადებული ჩვენს ოპერაციულ სისტემაში. ეს რას ნიშნავს? შესაძლოა რომ როდესაც ინტერნეტთან ვართ მიერთებული, ყველა ჩვენი აკრეფილი ტექსტი მას ეგზავნებოდეს. ვართ ან ისეთ რეგიონში, სადაც ძალიან აქტუალურია ეს სხვადასხვა ჰაკერული დაჯგუფებები, იმიტომ რომ ვიცით ხო, ანუ ირანი, ჩვენ ჩრდილოეთმეზობელი რუსეთი, სადაც დაბალია ეს ცნობიერება ამ კუთხით, დი. და მათი სამიზნე რეალურად რატო ვართ ჩვენ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მათი ძირითადი სამიზნესა არაბული ქვეყნები და მათი საბანკო სისტემა და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აი ამ სიტუაციასთან და ხშირად ჩვენ ვხვდებით, ხშირად თუ გაგიგიათ მაგალითად, რომ აი დამეშიფრა ფაილები და კომპიუტერში ფაილები გამიკრა და ასე შემდეგ, შესაძლოა რომ ჩვენ არ ვიყავით ობიექტი, მიმდინარე ობიექტი, მაგრამ ეს მოხდით რაღაცა სიაშიში და მისამართებაში და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი ფაილები დაიშიფრა და დღეს უკვე გამარტივებული, მათთვისაც გამარტივებულია. ჩვენ თუ ტექნოლოგიებს ვიყენებთ კარგი მიმართულებით, ისინი იყენებენ მეორე მიმართულებით და მათთვისაც რაღაცები გამარტივებულია. ადრე მაგალითად თუ ადვილი იყო ჰაკერების იდენტიფიცირება იმითი, რომ თანხას რომ მოითხოვდნენ მაგალითად ფაილები დაგიშიფრა, მოითხოვა თანხა, ხო? საბანკო გადაარიცხო და მე ადვილი იყო მოცემ მისდომა. ეხლა უკვე შემოვიდა მე კრიპტოვალუტა, სადაც ჯერ იმდენი კრიპტო არის, რომ იმათი ყველასი მიყოლა და ასე შემდეგ და ასე რომ ტექნოლოგიები შემოდის და როგორც პირველი ტექნოლოგია ადამიანმა გამოიგონა ცეცხლი, ძალიან კარგი იყო, გააკეთა ძლივს გებრიელი საჭმელი, მაგრამ მეორე მხრივ მეორე დაწვა. ხო? ყველა ტექნოლოგიას ეს თან ზდევს, რომ შესაძლებელია როგორც ის გამოიყენოს დადებითი მიმართულებით, ასევე უარყოფითი მიმართულებით და ამ ყველაფერს უპირისპირდება ცოდნა. ხო, ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან საბაზისო ელემენტები, რაც შესაძლოა, რომ იყოს იმისათვის, რომ ჩვენ დაცულად ვიგზნოთ თავი. ოპერაციული სისტემები ვახსენე და ასევე მოგახსენებთ, რომ მობილური ოპერაციული სისტემებზე ხშირად გაგვიგია მაგალითად, რომ აი Android-ი ჭედავს. იმიტომ ჭედავს, რომ Android-ი ეს არის ღია სისტემა, ღია სისტემა ის ნიშნავს, რომ ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა არის, ძალიან ბევრი ნებართვებით გაშვებული. და შემდეგ ეს ნებართვები იწვევს იმას, რომ ტელეფონი იტვირთება და ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა აპლიკაციებს, ბევრ სხვა აპლიკაციასთან აქვს წვდომა და ეს მოხმარება თვითონ უნდა განსაზღვროს. ეს ცოტა რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ახლა შეიძლება აპლიკაცია გადმოვიწოდოთ, არც კი გავხსნათ ჩვენ, ანუ არ დაგვაინტერესოს, თავიდან დაგვაინტერესოს და ამის შემდეგ უკვე იწყება, რომ ეს აპლიკაცია ცდომა აქვს მაგალითად კამერასთან, გალერეასთან, მიკროფონთან და ასე შემდეგ. ეს აგროვებს ინფორმაციას და გადაცემს ცენტრალურ სერვერს, სადაც მე თქვენი ინფორმაცია მუშავდება. და კიდე ერთი ნიუანსი რაც არის, აუცილებლად ბევრ მშობელ ბავშვების ამბავს შევეხები, იმიტომ რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ბევრ მშობელს მაგალითად როდესაც ბავშვი გადასცემს ტელეფონს, არ ანიჭებს ბავშვის რეჟიმს. ეს რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი ვიდეოები, კონტენტი, თამაშები და ასე შემდეგ მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი რომ აჩვენოს ბავშვს და არა ის რაც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და ამის შემდეგ უკვე ბავშვს აღარ ექნება წვდომა სხვადასხვა მასზე უფრო მეტი ასაკის კატეგორიის ვიდეოებისთვის, იმიტომ რომ ვიცით ხო, ანუ შესაძლოა რომ აი სხვადასხვა პროვაიდერებმა მაგალითად ეს YouTube იქნება, Flickr იქნება თუ ასე
ასე შემდეგ. გააკეთოს რომ მაგალითად 5+-ია ეს ვიდეო, 16+-ია, მაგრამ მშობელმა თუ წდომა არ მიუთითა, ბავშვი რა საკისა, ხო? ბავშვი შევა და შესაძლოა ეს ვიდეო ამოაგდეს, მაგრამ ეს YouTube-ის ბრალი არ არის, ეს არის მაგალითად მშობლის დაუდევრობის ბრალი. ხო, ესეთი ნიუანსები ძალიან სავარაუდოა. მადლობა და ძალიან სასარგებლო ამბებზე ვისაუბრეთ ჩვენ ახლა, რათა იყოს ინტერნეტი ჩვენთვის უსაფრთხო, ჩვენი ცნობიერება უნდა იყოს ამ მიმართულებით მაღალი. სწორედ ეს გვირეულიც ამ თემას ხმიანება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ზურაბ მესხიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ტელემაყურებელს. ვემშვიდობებით რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით. მადლობა ილო შავიშვილს და თეონა ზედანიას საინტერესო თემისთვის ნამდვილად ჩვენს დროში აუცილებელია რომ უსაფრთხოდ შევძლოთ ინტერნეტ სივრცის გამოყენება. ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ტრადიციულ ერთ-ერთ საინტერესო რუბრიკაზე დროის მანქანა და დღევანდელ ეპიზოდში გავიგებთ რა ისტორიას ატარებს ქედის მუნიციპალიტეტის ისტორიის მუზეუმში განთავსებული ექსპონატები და რომელ სოფლებში მოიპოვებდნენ ფერად ლითონს. ვნახოთ რუბრიკა და მალე დავბრუნდებით. ქედის ისტორიული მუზეუმი, რომელშიც ამ მუნიციპალიტეტში მოპოვებული არქეოლოგიური და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპონატებია განთავსებული, უკვე 26 წელია ფუნქციონირებს. იდეის ავტორი და ყოველივეს სულისჩამდგმელი მუზეუმის მოქმედი დირექტორი ვაჟა ფარდენაძე იყო. ქედის ისტორიული მუზეუმი დაფუძნდა, დაარსდა 1999 წლის 1 აგვისტოს. დავაფუძნეთ ისე რომ წარმოვიდგინეთ არც ერთი ექსპონატი არ გქონდა. მაგრამ რესურსი დიდი იყო ქედის მუნიციპალიტეტში, რომ მუზეუმი ქცეულიყო საცავად, ექსპონატების საცავად და მოგვეძია ბევრი ნივთი და მასალა. ამიტომ ჩვენი მოგჩაუხრელი შრომით დღესდღეობით უკვე მუზეუმის დაფუძნებიდან 25 წელია გასული და 6000-ზე მეტ ექსპონატს ითვლის ჩვენი მუზეუმი. ყველაზე საინტერესო და თვალშისაცემი იმ ფერადი ლითონის ნიმუშებია, რომელსაც მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მერისსა და ვაიოში არსებულ საბადოებში მოიპოვებდა. სპეციალისტების ვარაუდით ამ სოფლებში 1000 ტონამდე ოქროს, ხოლო 10-12 ტონამდე სპილენძის მოპოვებაა შესაძლებელი. ყველაზე ძველი ექსპონატი ქვის თოხი, რომელიც ვაიოში შემთხვევით აღმოაჩინეთ, ერთი ცალია ქვის თოხი და ასევე არის შურდულის ქვები და არის ქვის ჩაქუჩები, როგორც ვახსენებთ, აი ამათი წარმოება და ყოფაში გამოყენება 7-8000, 10000 წინა პერიოდიდანაც კი ხდებოდა ჩვენს კუთხეში, რომელიც მე-18 საუკუნემდე ვრცელდებოდა. ვინაიდან აჭარისწყლის ხეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ბუფერულ ზონას წარმოადგენდა, აქ იყო უამრავი სათვალთვალო კოშკი. კოშკის მიმდებარედ ქრისტიანული სალოცავები. ამის ნათელი მაგალითი კი მუზეუმში არსებული ქვაა, რომელზეც ჯვარია ამოტვიფრული. ეს ჯვარი მოტანილი არის სოფელ დანდალოდან, ადგილი ნაჯარეთიდან, საიდანაც მოხდა ამისი გადმოტანა დანდალოს სკოლას, შემდეგ დანდალოს სკოლის წარმომადგენლებმა გადმოაქცეს ჩვენ მუზეუმს. ჯვარის გამოსახულება ახლოს დგას ბოლნური ჯვარის ფორმასთან, რომელიც მე-5 საუკუნეში შეიქმნა ბოლნური ჯვარი ვამბობს და აი მე-6, მე-7 საუკუნისა მაინც უნდა იყოს ეს ჯვარი. ამ ჯვარის ერთად არსებობდა კიდე ვერძის გამოსახულების ქანდაკება. მის ერთად ყოფილა ქვაკაცა, რომელიც დღეს ინახება ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში. ესე იგი უნდა ვთქვათ, რომ უძველესი პერიოდიდან ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ჩვენ ხეობაში დაიწყო ამ რელიგიის კულტი, კულტის მსახურება, ჯვარზე პატივისცემა და ეკლესიების შექმნა და ჩამოყალიბება. მუზეუმში გვხვდება ბრინჯაოსა და სპილენძის ნაკეთობები. ასევე ბრინჯაოს ხანის 3500 წლის წინანდელი თიხის დერგი. ის ქედის რაიონის სოფელ კორონხეთშია ნაპოვნი. აქ ნახავთ ბრინჯაოსა და სპილენძის ჯამჭურჭელს და სასოფლო სამეურნეო ნივთებსაც. ეთნოგრაფიული ნივთების დათარიღებას კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ თვითონ მოსახლეობის მიერ გადმოცემა 100-150 წლის წინანდელებიც კი. აი ჩვენ გვაქვს ახლა წარმოდგენილი სადედოფლო კაბა დანდალოდან, ავალიანების ოჯახიდან მოგვაწოდეს, აი რომელიც გვქონდა 1 საუკუნის წინანდელია, ჩემი ბებიას ნაქონიო. მუზეუმში მოწყობილია უახლესი ისტორიის კუთხეც, სადაც 2008 წელს გმირულად დახუპული ამ მხარის მკვიდრის ფრიდონ თურმანიძის ფოტოსურათი
მოკლე ბიოგრაფია და ნატყვიარი სამხრეებია წარმოდგენილი. ასეთია იმ მუნიციპალიტეტის ისტორია, რომლის მუზეუმშიც მრავალი საინტერესო ექსპონატი მოიპოვება და სადაც აღმოსაჩენი კიდევ ბევრია. მადლობა თიკოს, მართლაც რომ მნიშვნელოვანი რუბრიკაა, ვფიქრობ, რომელიც ტრადიციულად ყოველ სამშაბათს გადის ჩვენს ეთერში და ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტებს უამბობს ხოლმე როგორც წესი ჩვენს მაყურებლებს. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. ახლა კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა შემდეგი თემით, სეზონისა და მზის აქტივობის გავლენას ადამიანის ფიზიოლოგიაც განიცდის, მით უფრო თებერვალში. ეს გასაგებიცაა მალე ხომ გაზაფხული შემოაღებს კარს და იქნება თავისი სეზონური სურპრიზებითა და კანონზომიერი ფიზიოლოგიური ძვრებით. ასეთ დროს განსაკუთრებით ხშირია დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, რომელიც თავს არ გვანებებს და ვერ ხვდებით რისგან არის გამოწვეული. რა განსხვავებაა ქრონიკულ გადაღლილობასა და ჩვეულებრივ გადაღლილობას შორის, როგორია სიმპტომები და როგორ ვიმკურნალოთ მას, ენდოკრინოლოგთან ერთად ვისაუბრებთ რამდენიმე წამში. დავბრუნდით ეთერში სტუმარი უკვე შემოგვიერთდა. ენდოკრინოლოგი ლია ჯაში არის დილიდან ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა, ქალბატონო ლია. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმით, რას წარმოადგენს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და როგორია მისი დიაგნოსტირება. გამარჯობათ, მოგესალმებით. ნამდვილად საინტერესო თემაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ვინაიდან? როგორც მოგეხსენებათ, ზამთარი არის ცოტა ესეთი პერიოდი, ანუ მზე ნაკლებია, სინათლე ნაკლებია, შუქი ნაკლებია და შესაბამისად თავს იჩენს ეგრეთ წოდებული დაღლილობა. დეპრესიული ფონი, რასაც ხშირად ამ სეზონურ, ესე ვთქვათ, დეპრესიასაც უწოდებენ, მაგრამ ქრონიკული დაღლილობა ეს ცოტა სხვა თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ არაგვერიოს ჩვეულებრივი გადაღლილობა. ზოგი არის მორიგეობს, დაიღალა, ზოგი არის რაღაც მძიმე სამუშაოს აკეთებს, გადაიღალა. მაგრამ დეპრესიული ხო არის ხოლმე როგორც? კი, დეპრესიული ფონიც არის ეს, აი, როდესაც არის სინათლე ნაკლები. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავარკვიოთ ეს დაღლილობა უკავშირდება რაიმე მინერალის, ვიტამინების დეფიციტს, განსაკუთრებით ახალი კვლევებით უკვე აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის დეფიციტს აქვს დაღლილობის სინდრომი, აი ზუსტად ამ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, აი როგორც არის ჰიპოთირეოზი, გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როდესაც ადამიანი უკვე იღვიძებს დაღლილს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რკინა. ანუ ვინაიდან ამ შემთხვევაში რკინის დეფიციტმაც შეიძლება მოგვცეს დაღლილობის სინდრომი, ბეჭდგუფის ვიტამინების დეფიციტმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება კონდეს დაღლილობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ სიამოვნების ჰორმონების, ესე ვთქვათ, დისბალანსი. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ჰორმონების დისბალანსი იჩენს თავს ორგანიზმში, აქ უკვე მიდის საუბარი ქრონიკულ დაღლილობაზე და არ მიდის ჩვეულებრივ დაღლილობაზე. ჩვეულებრივ დაღლილობის დროს, როდესაც დაიღალა ადამიანი, ბევრი იმუშავა, ანუ გადაიღალა რაღაც საქმის გამო, ამ შემთხვევაში გამოძინება და უშუალოდ დასვენება, რაღაც ესე ვთქვათ, სპა პროცედურები ან რელაქსი შეიძლება ამან ძალიან კარგი ეფექტი იქონიოს და მეორე დღეს უკვე იყოს მშვენივრად. ეს ადამიანი, მაგრამ როდესაც ეს დაღლილობა გრძელდება გარკვეული პერიოდი, ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ზომების მიღება და დიფერენცირება. აი როგორ გავმიჩნევთ, მაგ გასაგებია რომ თქვათ ეს დაღლილობა შესაძლოა ერთჯერადი იყოს, როდესაც შრომისგან, გამოუძინებლობისგან, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს შეგრძნება აქვს ადამიანს, მაგრამ ხომ არის ხოლმე რომ ყოველდღიურ შრომაში ხარ ადამიანი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში მაგალითად ყოველდღიური ეთერი როცა გვაქვს გამოძინება ცოტა რთულია კვირის განმავლობაში. ასევე დეპრესიული ფონი რომელიც ქმნის ამ დაღლილობას. ესეთი პერიოდი მე მქონია ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ცოტა დეპრესიული ფონი, როდესაც მაქვს, ეს მქონდა უბრალოდ ეს დაღლილობის შეგრძნებაც იყო. ამ შემთხვევაში უკვე ჭირდება ექიმის კონსულტაცია. თუ
თუ გარკვეული პერიოდი ესეთი დაღლილობა, უენერგიობა, დაუშვათ აი გუნება განწყობის ცვლილება, ცოტა უფრო აი დეპრესიული ფონი თუ აღენიშნება ადამიანს, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. იმიტომ რომ პირველ რიგში ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვალი, ვინაიდან ფარისებრ ჯირკვალს აქვს თუ არის გორმონალური ფონის დარღვევა ამ შემთხვევაში ძალიან გამოხატული დაღლილობა, რომელსაც სანამ ძირითად დაავადებას არ მოაწესრიგებ, ვერ მოხსნი. შესაბამისად უნდა მოხდეს დიფერენცირება, ეს დაღლილობა არის ორგანული თუ არის ფსიქოლოგიური. ანუ ამის დიფერენცირებაც უნდა მოხდეს. ამიტომ თუ არის ორგანული, აქ უკვე უნდა გარკვეული სპექტრის კვლევები გჭირდება, იგივე გავმეორდები და ვიტყვი რომ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, აუცილებლად გჭირდება ვიტამინების გამოკვლევა, იმიტომ რომ D ვიტამინის ფონის შემოწმებაა საჭირო, რკინის შემოწმებაა საჭირო, ან ფერიტინის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს თუ რკინის დეფიციტი აქვს ადამიანს, ის იქნება ქრონიკულად დაღლილი. განსაკუთრებით ეს ეხება რეპროდუქციის ქალბატონებს, იმიტომ რომ აი ქალბატონებს აქვს უფრო ხშირად რკინის დეფიციტი. ეს ბევრ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული ხანგრძლივ მენსტრუალურ ციკლთან, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული ელემენტარულად კვებასთან. ვინაიდან ჩვენს ეპოქაში ახლა ძალიან მოდაშია ათასნაირი დიეტები, ხო? აქედან გამომდინარე ეს დიეტები რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს და ეს შეზღუდვები შეიძლება შეიზღუდოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის და თქვენც ისეთი სამუშაო გაქვთ ტელევიზიას, სულ ჩაკეტილი სივრცე გაქვთ, ხო? აი აქედან გამომდინარე. აი ესეც უკვე D ვიტამინის დეფიციტს გულისხმობს. ჰორმონალური ფაქტორები რამდენად მუშაობს? აი მაგალითად კორტიზოლის ფაქტორი ამ შემთხვევაში. კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი. კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი. სტრესის ჰორმონის მომატება იწვევს დაღლილობასაც, იწვევს ჭარბწონასაც, იმიტომ რომ კორტიზოლის მომატების შემდეგ უკვე ინსულინის ჰიპერსეკრეციას სრულნაყოფს და ეს უკვე წონის მატებას იწვევს. მაგრამ კორტიზოლის მომატება ეს არის პირდაპირ ასოცირებული სტრესულ ფაქტორებთან. ამიტომ, სტრესს დავარეგულირებთ, ნაკლები სტრესი, მეტი დადებითი ემოციები, მეტი პოზიტივი. შესაბამისად, ეს უკვე მოიცავს იმას, რომ კორტიზოლი არ იქნება თუ რაღაც გარკვეული დაავადება, ან ჰიპერკორტიციზმი, ან რაიმე ისეთი დაავადება არ არის. ქალბატონია, რა მაინტერესებს ისეთ, აი, ჩემს ირგვლივ, ჩემს ნაცნობებში, ჩემი დაკვირვებით, აი, აღმოვაჩინე, რომ ეს D ვიტამინის დეფიციტი ძალიან ისეთი გახდა, აქტუალური გახდა და თითქოს მარტივად ვარდნა. რა იწვევს ამას და საერთოდ ეს D ვიტამინი რატო გახდა ესეთი აქტუალური ბოლო პერიოდში? მზიან ქალაქში ვცხოვრობთ. მზის აბაზანებით სარგებლობთ. ამაზე საუბარი იმიტომ. ხო, რაღაცა ყოველწლიურად უნდა გაესინჯო აი ამ კონკრეტულ მაჩვენებელზე და რაღაცა ყოველწლიურად უნდა ამოქაჩო ეს D ვიტამინი და რა იწვევს და რა მოხდა? როგორ არის იცით, აი დაახლოებით რო შეისწავლეს თვითონ D ვიტამინის დეფიციტის თემა 2011 წელს იყო პირველი გაიდლაინი საერთაშორისო ეს ამერიკის ენდოკრინოლოგიურმა ასოციაციამ შემოგთავაზა პირველი გაიდლაინი, შემდეგ მოხდა 2017-ში გადახედვა და ეხლა იყო 2024-ში კიდე ახალი გაიდლაინი ამ D ვიტამინთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მდებარეობა არის ისეთ გეოგრაფიული მდებარეობა ქონია მიუხედავად კლიმატი, კი, აი მიუხედავად აი გეოგრაფიული მდებარეობა, აი განედები და გრძედების მიხედვით ქონია ისეთი, რომელიც განაპირობებს აი ამ ტერიტორიულად D ვიტამინის დეფიციტს. კი ბატონო, კი, ჩვენ ხო ესე მზე გვაქვს, მაგრამ ინდოეთშიცაა D ვიტამინის დეფიციტი, აფრიკაშიცაა D ვიტამინის დეფიციტი. მიხვდით, ან მზის ფაქტორი, მხოლოდ მზის ფაქტორი ხო, ვერ მუშაობს. მიხვდით? აი, იმიტომ რომ ვერ ღებულობ იმ სათანადო რაოდენობით ინსოლაციას, რაც აუცილებელია. ჯერ ერთი აი როგორც ძალიან ბევრია ისეთი პაციენტი, რომლისთვისაც მზე არ შეიძლება. აი ის პირდაპირ ზემოქმედება მზის სხივების და ანუ ისიც შეიძლება რაღაც სხვა რაღაცის მოპროვოცირებელი გახდეს. ეს იქნება კვანძების ზრდის თემატიკა, ეს იქნება რაღაც კანის წარმონაქმნები. ამიტომ მზის ესეთი გამოყენება, ანუ დიდხნიანი გამოყენება ეს აპრილის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად არ აგვაქვს, შეზღუდულია. აი ის რაოდენობა რაც საჭიროა.
ამიტომ აღმოჩნდა, რომ D-ვიტამინს აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია ორგანიზმში, შესაბამისად იხარჯება D-ვიტამინი. აი, კარგად იხარჯება, ეხმარდება თუნდაც არა მარტო, თავიდან ფიქრობდნენ, რომ D-ვიტამინი მხოლოდ ეს არის ძვლოვანი სისტემის მარეგულირებელი, რომელსაც კალციუმი შეჰყავს დაუშვათ ესე, მაგრამ შემდგომში ნელ-ნელა იკვეთება იმუნიტეტთან D-ვიტამინის კავშირი, იკვეთება სხვადასხვა დაავადებასთან D-ვიტამინის კავშირი. ამიტომ D-ვიტამინი ძალიან ადვილად იხარჯება. წარმოქმნა, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით ცივ პერიოდში შედარებით შეზღუდულია, ვინაიდან გინდა არ გინდა, ეხლა იმ რაოდენობით მზისხივს ვერ მივიღებთ, რაც საჭიროა და ამიტომ უკვე D-ვიტამინის მიღება გახდა აქტუალური. პროფილაქტიკური დოზით D-ვიტამინის მიღება აუცილებელია ყველასთვის. ითვლებოდა, რომ 2 წლამდე ბავშვები, წლამდე იყო, მაგრამ ეხლა უკვე გაიზარდა, ეხლა ის კი არა 18 წლამდე პროფილაქტიკური დოზის მიღება საერთოდ ანალიზის გარეშეც კი არის შესაძლებელი. პროფილაქტიკური დოზის მიღება. D-ვიტამინის გარდა მოდი მივცეთ შემოჭამების სახით რჩევები მაყურებელს, რა უნდა შეცვალოს სანამ ექიმთან მივა და გაისინჯება, უკვე იქნება ეს ცხოვრების წესი, კვება, ძილის რეგულირება? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი, ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია კვება. ანუ საკვებით, აი კიდევ ვამბობ, რომ კვებასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის რაოდენობით პროდუქტი, მინერალები, ვიტამინები და დაუშვათ აი ჩვეულებრივად საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის აუცილებლად წყლის გარკვეული რაოდენობა დღის განმავლობაში აუცილებელია, ვინაიდან ჰიდრატაცია წყლის გამოთვლას აქვს თავისი ფორმულა, წონასთან მიმართებაში ითვლება ეს წყლის რაოდენობა, მაგრამ საშუალოდ ჩვენ მაინც რეკომენდაციას ვაძლევთ აი 2 ლიტრამდე, აი საშუალო თუ გადავანაწილებთ აი 2 ლიტრამდე. თუ მაინც არ მოევლება ამ ყველაფერს, აი, იმიტომ დეჰიდრატაციამაც შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს, ეს მეორე. აუცილებლად აი ყურადღებით უნდა ვიყოთ მარხვის დროს, ვინაიდან ამ დროს ხორცს არ ჭამს, რკინის დეფიციტი, B12-ის დეფიციტი შეიძლება გავითარდეს. აუცილებლად ეს ვიტამინები უნდა შემოწმდეს და თუ აქ ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება, ამ ქრონიკულ დაავადებას უნდა უმკურნალოთ. დიდი მადლობა. ფეხით სიარული კიდე. ფეხით სიარული ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო. ლია ჯაში იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ენდოკრინოლოგი გემშვიდობებით საინტერესო რჩევები მივიღეთ ნამდვილად. ეხლა კი შესრულდა ზუსტად 10 საათი და ბუნებრივი აჭარის ტელევიზიაზე საინფორმაციო გადაცემის დრო მოვიდა. სულხან წულუკიძე უკვე პირდაპირ ეთერში ყავს. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთთ და ერთად გავიგოთ ახალი ამბები. პრემიერის მორიგი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 11 და 13 თებერვალს დუბაი მსოფლიოს მთავრობათა სამის მასპინძლობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. 80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია სამიტის მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. სამიტმა უნდა იმსჯელოს იმ ეკონომიკურ ალიანსებზეც, რომლებზეც გლობალური ცვლილებები მოახდენს გავლენას. მსოფლიო მთავრობათა სამიტის 6000 სტუმარს შორის არაერთი ბიზნეს ჯგუფია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს. ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთანაც ექნება. პროტესტის 75 ღამე საქართველოში რუსთაველის გამზირი მომიტინგეებმა ისევ გადაკეტეს. მანამდე ქვეყნის მთავარ მოედანზე ხმაური იყო. ადგილზე შეკრებილი მომიტინგეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროტესტის 75 დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უსვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ბაქარაფერი არ ხდებოდა მშვიდობიანი ადამიანებით განა და პროტესტს გამოთქვამენ და აი მშვიდობიანი პროტესტის დროს განრიდება ესეთ რამე არ არსებობს. თუ არსებობს რაღაც რადიკალიზაციის რისკი ახლა მესმის, მაგრამ აი ვნახავთ ჯერ არ ვიცით ლევანი სად არის და რას ვიზამთ ახლა ლევანს ეს გამოვლილი აქვს ნაციონალური მოდელობის რეჟიმის დროსაც და ეხლაც სამწუხაროა ეს ყველაფერი ადამიანები უბრალოდ გამოთქვამენ თავის პროტესტს გამოთქვამენ უკვე 70 დღეზე მეტია
მე ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალური, ადეკვატური ხელისუფლება ამას პატივს უნდა ცემდეს. და ისე როგორც შეურაცხყოფენ მაგალითად მოშიმშილე ჟურნალისტს მზიას, ასე კი არ უნდა იქცეოდნენ. რუსთაველის გამზირს მომიტინგეები ყოველღამით კეტავენ, ამის მიუხედავად მმართველი გუნდის მტკიცებით ოპოზიციას ხალხი ვეღარ გამოყავს უჭირთ აქციების ორგანიზება და მთავარი გამზირის გადაკეტვა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მომიტინგეებს მოუწოდებენ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ არ წავიდნენ. ხელის გულზე გამოვიდა ის მაქინაციები, ის სქემები, რაც რისი წყალობითაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედია ორგანიზაციები ცდილობდნენ უკმაყოფილებას აგორებას ქვეყანაში. ამის შემდგომ ხალხს აღარ აქვს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც აქამდე უჭერდა მხარს, აღარ აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში. ერთ რამეს უსურვებდი და მოვითხოვდი ამ ადამიანებისგან, რომ დაანებონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირებას. უცვლელი მოთხოვნებით უცვლელ ლოკაციაზე შეიკრიბნენ მომიტინგეები ბათუმში. ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლება 75-დღიანი უწყვეტი პროტესტის მთავარ მოთხოვნად რჩება. აქციებში მონაწილეები ამბობენ, რომ რეჟიმის რღვევის პროცესი დაწყებულია და პროტესტის ჩახშობას ხელისუფლება ვერც ერთი რეპრესიული კანონით ვერ შეძლებს. 75 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს საქართველოს, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოში, თითქმის ყოველ დღე ვარ აქ. ჩვენი მოქალაქეების მთავარი სათქმელი და მთავარი მესიჯი არის ხელახანდი არჩევნების ჩანიშვნა, უკანონოდ დაპატიმრებული სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. მზია ამაღლობელის მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში ურჩება მოშიმშილე პატიმარმა ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს ვილამეთში გააგრძელებს. მედია მენეჯერი 31 დღეში მშილობს რამდენიმე დღეა ნეტგაზეთისა და ონლაინ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება. მედია მენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის, წერია პეტიციის ტექსტში. გამოძიება ჟურნალისტ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს. გზა გაუხსნეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეების გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს, აცხადებს ბიურო. განცხადების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან და ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს. განცხადების თანახმად 25 და 27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ბრალდებულმა თბილისში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში გაასაღა ალბი 28 ცალი $100 კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს. დანაშაულის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა ჯამში 2800 AŞ ოდენობის ყალბი 28 ცალი $100 კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი მალე უკრაინაში გაემგზავრება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კვირაში გაესაუბრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მას სურს გარიგების დადება, ჩვენ მასთან გვაქვს საქმე და ვფიქრობ, რომ ორივე სურს გარიგების დადება. ვნახოთ, ეს გასაკეთებელია. მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა, მილიონობით ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 4 წელზე მეტი ხნის წინ, როცა თანამდებობა დატოვა, არ ქონიათ ომები და პრობლემები. ახლა მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია, მაგრამ ჩვენ ჩავაქრობთ ამ ცეცხლს, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით შეერთებული შტატები სამხრეთ კორეის პორტში ბირთვული წყალქვეშა ნავის გაგზავნით ისევ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფხენიანის უსაფრთხოებას და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები მზად არიან განახორციელონ ნებისმიერი საჭირო მოქმედება. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წყალქვეშა ნავი ბუსანის პორტში მისი ეკიპაჟის მომარაგებისა და დასასვენებლად ორშაბათს შევიდა. ჩრდილოეთ კორეა რეგულარულად აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აქტივობების და შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ძალების ერთობლივ წვრთნებს. ერთი ადამიანი დაიღუპა არიზონის შტატის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად საშუალო ზომის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და იქვე მდგომ სხვა თვითმფრინავს შეეჯახა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მომხდარი ავარიის მიზეზის გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა 35A ტიპის ლერჯეტი, რომელიც ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და გალსფრინ 200-ს დაეჯახა. ავარიის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე. ინციდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებული შემოწმების ფონზე მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპისა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციის იანვრის შეთანხმების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების პირველი 2 თვითმფრინავი ვენესუელის აეროპორტში დაეშვა. იგეგმება ათასობით მიგრანტის დეპორტაცია სამშობლოში, რომელმაც ვენესუელა ეკონომიკური სანქციებისა და ქვეყნის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის კამპანიის გამო დატოვეს, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. დეპორტირებულთა შორის არიან ტრენდე არაგუას დაჯგუფებასთან კრიმინალურ კავშირში ეჭვმიტანილებიც, რომელთა საქმეებსაც აქტიურად გამოიძიებენ. ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი 31 იანვარს კარაკაში პრეზიდენტ მადუროს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად მიგრაცია და სანქციები განიხილა. გრენელმა სამხრეთ ამერიკის ქვეყანა დატოვა 6 ამერიკელთან ერთად, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებამ დააკავა. ტრამპმა გრენელის ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მადურო დათანხმდა ყველა ვენესუელელი არალეგალური მიგრანტის მიღება უზრუნველყოს. ბოლო წლებში ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის გამო ვენესუელა 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დღის სხვა სიახლეები. პოეტისა და მხატვრის ანა ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმში. საღამოზე შემოქმედება ფერწერული ტილოები წარმოადგინა. ასევე გაიმართა მუსიკალური ნაწარმოების პრეზენტაცია სახელწოდებით ჰიმნი ბათუმზე, რომლის ტექსტის ავტორია ანა ნიკოლაიშვილია, კომპოზიტორი კი მაყვალა ხორბალაძე. პრეზენტაციაზე მუსიკალური ნაწარმოები ოპერის მომღერალმა ირაკლი კორიფაზემ შეასრულა. პრეზენტაცია ტარდება ახლა და პირველად ჩატარდება ჰიმნი ბათუმზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი დღეს შემისრულდა. აქ არის კიდევ ჩემი ნახატების გამოფენა, ფერწერული ნახატები, რომლებსაც ხედავთ აქ გამოფენის. ბათუმის რევაზ-ლაღიძის სამუსიკო სკოლაში აჭარის ხელოვნების დამსახურებელი მოღვაწე სულიკო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართა. ბათუმის რევაზ-ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის დამფუძნებელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტს, მომღერალს, ანსამბლ ბათუმის კონსულტანტს, ვოკალის პედაგოგს სულიკო გიორგაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მუსიკალურ საღამოში, როგორც სამუსიკო სკოლის ამჟამინდელი მოსწავლეები, ასევე სკოლა-კოლეჯის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მე-20 წელია სამუსიკო სკოლაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან შედგა ტრადიციული საღამო, რომელსაც უკვე 20 წელია
10 თებერვალს იხდის და უძღვნის ხელოვნების დამსახურებელ მოღვაწეს რივას ლაღეთის ახლობის სამუსიკო სკოლა კოლეჯის დირექტორ სულიკო გიორგაძეს და ეფერება მის სულს და მის შემოქმედებას. ვინაიდან ეს კაცი ნამდვილად განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის და რეგიონისთვის და ჩვენი ვალია, რომ ეს 10 თებერვალი გავაგრძელოთ ყოველწლიურად და ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ მის მოგონებას. ეს ყო ჩემსხლად არსებული ბოლო ინფორმაცია მთავარ 12 საათიდან ქეთი ჭყონია გავწყვება მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. მადლობა სულხან დროებით გემშვიდობებით ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას შეგახსენებთ თქვენ უყურებთ დილის ტალღას და დილიდან თქვენთან ერთად ვართ ჩვენ ანა შოშაძე და ანა შამილაძე. ახლა კი მოდი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი. გადაცემის მესამე ნაწილში დღეს ქალ მეცნიერთა დღეა. ჩვენ კი გაგაცნობთ გამოგონებებს, რომელთა ავტორებიც ქალები არიან. დიდ აღმოჩენებს აკეთებენ დიასახლისების სამზარეულოსა თუ დასუფთავების პროცესში. დამღლელი დღის მერე როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და რა ხრიკებს გაგვიზიარებს ჩვენი დიასახლისი. გადაცემის ბოლოს სტუმრისგან გაიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. ვაგრძელებთ გადაცემას და 11 თებერვალი იმ ისტორიული მოვლენითაც არის საინტერესო, რომ არის მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე. მართალია ქალებს საუკუნეების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ განათლების, პროფესიის არჩევის ან დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება და ზოგიერთ თანამედროვე საზოგადოებაში დღემდე შენარჩუნებულია ეს უთანასწორო გარემო. მიუხედავად ამისა, ქალები მაინც ახერხებდნენ თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითობა საერთო სარგებლისთვის გამოიყენებინათ. დღევანდელ სიუჟეტში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ქალ გამომგონებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი მეცნიერული სიახლეები წარმოგვიდგინეს. ვნახოთ სიუჟეტი და მალე დავბრუნდებით. ისტორიაში არაერთი ქალი არსებობს, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოგონებებით გაამდიდრა, თუმცა მათ 8 წელს ხშირად სათანადოდ არაფასებდნენ და მათი სახელები ჩრდილში რჩებოდა. ქალებმა შეძლეს არა მხოლოდ ინოვაციების შექმნა, არამედ მათი პრაქტიკაში დანერგვაც, რამაც კაცობრიობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც თავიანთი გამოგონებით სამყაროს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ნენსი ჯონსონი იყო ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც 1853 წელს შექმნა ხელით მართვადი ნაყინის აპარატი. მისი გამოგონება იმ დროისთვის საკმაოდ რევოლუციური იყო, რადგან მან ნაყინის დამზადების პროცესი გაამარტივა და გააიაფა, რამაც მის პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჯონსონის აპარატი შედგებოდა ცილინდრის ფორმის კონტეინერისგან, სადაც იდო ნაყინის ნარევი და გარე ფენისგან, რომელიც ივსებოდა ყინულითა და მარილით. აპარატს ჰქონდა სახელური, რომლითაც მომხმარებელი ხელით ამოძრავებდა შიგნით ნაწილს. ამ პროცესმა ნაყინის სწრაფი და თანაბარი გაყინვა შესაძლებელი გახადა. ელიზაბეტ მეგი ამერიკელი გამომგონებელი და თამაშების დიზაინერი, რომელმაც 1904 წელს შექმნა თამაშის სახელწოდებით მონოპოლია, რომელიც 1930-იან წლებში კომერციულად დამკვიდრდა ჩარლზ დაროუს მიერ. მეგიმ შეიმუშავა თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური უსამართლობის ასახვას და ჰენრი ჯორჯის ეკონომიკური იდეების გავრცელებას. თამაშში მოთამაშეები ყიდულობდნენ და ყიდდნენ მიწას, იღებდნენ ქირას და კრებდნენ გადასახადებს, რაც აჩვენებდა როგორ იწევს მონოპოლია სიმდიდრის უთანასწორობისკენ. ელიზაბეტ მეგი არა მხოლოდ ინოვატორი, არამედ სოციალური აქტივისტიც იყო, რომელიც თავისი გამოგონებებით ცდილობდა ეკონომიკური სამართლიანობის იდეების გავრცელებას. მარია ბისლი ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა სამრეწველო ხელსაწყოები და სამაშველო ნავები. მან მიზნად დაისახა არსებული ნავების გაუმჯობესება და გადაუდებელ სიტუაციებში ნავებს საჭირო ადგილი გამოუყო. იზრუნა იმაზე, რომ ისინი უფრო უსაფრთხო და ეფექტური ყოფილიყო. მისი გამოგონება ფართოდ გამოიყენებოდა განსაკუთრებით კომერციულ გემებზე. მარიას ნავები ადვილად იკეცებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა გემებზე მეტი სამაშველო ნავები გაენთავსებინათ. ბისლის გამოგონებები გვახსენებს ინოვაციები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, ხშირად ქალების გონებიდან მომდინარეობს. 1940-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ჰედი ლამარმა და კომპოზიტორმა ჯორჯ ანთეილმა სიხშირეთა ნახტომითი სპექტრის ტექნოლოგია, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება Wi-Fi, Bluetooth და GPS კავშირებში. მათი იდეა გულისხმობდა სიხშირეთა მუდმივად შეცვლას რადიოკავშირის დროს, რათა მტერს არ შეძლებოდა სიგნალში ჩარევა ან მისი აღმოჩენა. ეს ტექნოლოგია თავდაპირველად შეიქმნა სამხედრო მიზნებისთვის, განსაკუთრებით ტორპედოების უსაფრთხო მართვისთვის. ჰედი ლამარი დღეს ითვლება თანამედროვე
სასაბელო კომუნიკაციის ტექნოლოგიების ერთ-ერთ პიონერად. მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი სიცოცხლეში სათანადოდ არ დაფასებულა, მისი ღვაწლი დღეს უკვე აღიარებულია. 1997 წელს ის დააჯილდოვეს ელექტრონიკის საზღვრების პიონერის ჯილდოთი, რაც მისი მეცნიერული წვლილის გვიანდელი აღიარება იყო. ედი ლამარი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურის შესანიშნავი მაგალითია. ქალი, რომელმაც სილამაზესთან ერთად გენიალურობითაც გააოცა სამყარო. მარი ვან ბრიტან ბრაუნი იყო აფრიკელი მედდა და გამომგონებელი, რომელმაც 1966 წელს შექმნა მსოფლიოში პირველი სახლის უსაფრთხოების სისტემა. გამოგონების ისტორია ასეთია. ნიუ-იორკში ცხოვრებისას ბრაუნს ხშირად უწევდა გარკვეული დროის სახლში მარტო გატარება. ამ დროს მის უბანში კრიმინალი საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო პოლიციას სწრაფი რეაგირება ხშირად არ შეეძლო. ამან ბრაუნს მიცა მიზეზი, რომელიც დაეხმარებოდა გაეკონტროლებინა სახლი და უფრო დაცულად ეგრძნო თავი. დღეს სახლის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სისტემა, კამერები, ვიდეოზარები და სმარტფონით კონტროლი მარი ვან ბრიტან ბრაუნის ინოვაციის პირდაპირ შედეგია. მისი სახელით ამამად მოიხსენიება როგორც უსაფრთხოების ტექნოლოგიების პიონერი. ისტორია გვახსენებს, რომ ინოვაციას სქესი არ გააჩნია. ქალები ყოველთვის იყვნენ კაცობრიობის პროგრესის წინამძღოლები. ეს არის მოწოდება დავაფასოთ, ავღნიშნოთ და შევინარჩუნოთ ქალების წვლილი ინოვაციის ისტორიაში, რადგან მათი მიღწევები არა მხოლოდ წარსულს ეკუთვნის, ისინი მომავალსაც ქმნიან. ამ სიას დავამატებდი მარი კიურის პოლონელ მეცნიერ ქალს, რომელმაც ქიმიასა და ფიზიკაში რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა და მოკლედ ძალიან დიდ ხანს მას აი ნობელის გადაცემაზე პრობლემები შეუქმნა, სწორედ იმიტომ რომ ქალი იყო, თუმცა იგი ნობელის პრემიის ლაურეატია და ქალები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ სამყაროში, პრაქტიკულად წამყვან როლს მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებები როგორც წესი გასულ საუკუნეებში განსაკუთრებით არ იყო დაცული, ქალები მაინც ახერხებდნენ საკუთარი საქმიანობით და საკუთარი არსით ამ სამყაროს შეცვლას და ხშირ შემთხვევაში მამაკაცებსაც სწორედ ქალები ამოქმედებენ და ქალები არიან ისინი, ვინც გავლენას ახდენენ მამაკაცებზე ზოგადად ამ სამყაროში. პრინციპში რახან ქალებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს მსოფლიო დიასახლისების საერთაშორისო დღე არის. ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რაღაც ჩვენი წვლილი დიასახლისობაში, ჩვენივე ოჯახებში, თუმცა ჩვენს ტელევიზიას ყავს საოცარი დიასახლისი ქალბატონი, რომელიც ზრუნავს ჩვენს არა მხოლოდ სისუფთავეზე, არამედ ჩვენს განწყობაზე და მე პირადად, როდესაც ეს ადამიანი მხვდება ხომ რომ სამსახურში მოვდივარ და თუ პირველი შემხვდა ის დღე რაღაცნაირად პოზიტიურია, ლაღია, მზიანი. და უკვე კარგ განწყობაზე. კარგ განწყობაზე ისეთი შეხვედრა იცის ამ ადამიანმა, ისეთი ჩახუტება, ისეთი შეფასება და მე კიდევ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო და ყველაზე ისეთი ერთგული მაყურებელია ჩვენი გადაცემების და ჩვენი არხის. მოკლედ აჭარის ტელევიზიის დიასახლისი ლია ყაჭიაშვილი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ტელევიზიისთვის და ჩვენთვის აკეთებთ და ასევე მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ლია. პირველ რიგში მოგესალმებით. მინდა წარმატება გისურვოთ. ძალიან მიხარია რომ თქვენ გვერდით ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ძალიან გვიხარია. ჩემი დილა იწყება ფიქრით იმისა რომ როგორი განწყობით მივიდე სამსახურში, ავიდე კიბეზე და შევდგე ჩემს საქმიანობას. მოგცეთ ის სიმშვიდე და სიყვარული, რასაც საჭიროებთ, აუცილებელია თქვენთვის, თითეული ადამიანისთვის. იცით მართლა, რამდენს ვფიქრობ იმაზე, რომ ხო შეიძლება რაღაცა აწუხებს, რაღაც პრობლემა აქვს. მოდი ეს ყველაფერი დავავიწყოთ. მიუხედავად იმისა, ზოგჯერ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგევარ თუ გინ ჯანმრთელობით, თუ გით პირადულით, მაგრამ ეს ხვისთვის არასოდეს არ მიმიწოდები, არასოდეს არ მიგრძნობინებია. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ადამიანები, მარტო ადამიანები არა, ძალიან მოყვარული ადამიანი ვარ. ბუნებით რაღაცნაირად. ხო, ამას თქმა არც არ ჭირდება და მინდა რომ იყოთ წარმატებულები, თითეული ადამიანი. იმიტომ რომ სიცოცხლე არ არის ისე ხანგრძლივი, რომ მოყურშული ვიყო და რაღაცა ჩვენი შესაძლებლობები, ხო, ჩვენი შესაძლებლობები, მოდი გავშალოთ, განვითარდეთ
და დადებითი მივცეთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ ერთმანეთს. დილის 5 საათზე დგებით. კი. დილის ყოველი დღე. სანამ საერთოდ შუქები აინთება ამ შენობაში პირველი მოდი. თქვენთან ერთად თქვენი კოლეგებიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მათაც. თუმცა დღეს ჩვენი სტუმარი თქვენ ხართ და აი თქვენ მოგივიყევით, აი როგორ იწყება თქვენი დილა და სად პოულობთ ამდენ ენერგიას, რომ გარდა იმისა, რომ დილის 5 საათზე ადგეთ, სამსართულიან შენობას მიაქციოთ, ყურადღება ჩამოუვაროთ თითოეულ ოთახს და ამავდროულად ეს პოზიტივი, ეს სიყვარული და ყურადღება თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოხატოთ. იცით რა უნდა გითხრათ? ადამიანი შინაგანათაც უნდა იყოს ამისთვის მზად. ჩემი რამოდენიმე წელია 12 წელია უკვე აქ ავარ და სხვაგანაც ხო ვიმუშავე სხვადასხვა თანამდებობებზე მიუხედავად ამისა დღეს დიასახლისობით ვარ დაკავებული მაგრამ წარმოიდგინე ალბათ დიასახლისი ვიყავი დიასახლისის სიტყვა უზომოდ დიდ მცნებას და რა ვიცი იმდენად დიდი მასშტაბურია დიასახლისი პირველად დავიწყოთ სახლით სახლის ფუძე დიასახლისია სახლში შედიხარ დიასახლისი თუ არ არის სახე გახსნილი და ბედნიერი არ შეგხვდება წესრიგი არაფერი არ არის ბავშვებო წესრიგი არის ნივთი უსულო ნივთი არის სულ წესრიგში თუ იმას არ გადაანაცვლებ თუ იმას არ შეეხები და ქალის როლი დიასახლისის როლი ქალი და დიასახლისი ერთად წარმომიდგენია მოფერება უნდა იმიტომ რომ თუ მოეფერები დიდ სიყვარულს მოგცემს ჩვენ ჩემი შემოსვლა ჩემს კოლეგებთან ერთად იწყება იმით რომ დაცვასთან ვაქვს ძალიან ხიარული დიალოგი შემდეგ აუცილებლად ყავას მივირთვებთ ცოტა წავიჭორიკდებ და მე როცა უკვე ვიწყებს ჩემს სამუშაო დღეს მე თითეული მაგიდა მიყვარს იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც იმ მაგიდასთან მუშაობს, ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმას თუ ცუდიაურად დახვდება, როგორ იმუშავებს, როგორ შექმნის კარგ პროდუქციას, ვერ შექმნის. ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა, ისე იგი როგორც რესპონდენტი, როგორც ადამიანი ძალიან მიყვარს ბატონი ლადო, იმიტომ კი არა რომ დირექტორია, უბრალოდ მასში იმდენ დადებითს ხედავ მე, რომ მისი კაბინეტიდან გამოსული თქვენ გაძლევთ სუყველას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. უბრალოდ ამიდან დაწყებული თქვენი პირველი რეაქცია რომ ეს ბატონი ლადო რომ მოვიდა ეს პირველი დირექტორია რომელმაც ესეთი თბილი და ღიმილიანი და მოკითხვით გამარჯობა მითხრა თქვენ იყავით აღფრთოვანებული. იმიტომ რომ ადამიანში პირველ რიგში სითბოს და უბრალოებას ვანიჭებ უპირატესობას. შემდეგ განათლება ჩემთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანი გაუნათლებელ ადამიანიდან ზოგჯერ ბოდიში ამ სიტყვისთვის ზოგჯერ იმდენი კარგი მოდის. თავარია ციგნიერი იყო, თავარია ადამიანი იყო, შინაგანი განათლებული. ხალხადალია თქვენ ახსენეთ რომ 12 წელია უკვე ამ ტელევიზიაში მუშაობთ და ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და შესაძლოა კომიკური ისტორიაც კი გქონდეთ. რაიმე საინტერესოს ხوار გაიხსენებდით ამ წლების მანძილზე. წარმოიდგინეთ ყოველი დღე კომიკური და სიახლეებით სავსეა ტელევიზია, იმიტომ არის რომ სიახლეები ძალიან ბევრი რაღაცა შემიძლია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ იმ კარგისკენ გავიხედო და იმდენად ბევრია ეხლა მე ფიქრება, მაგრამ მე სიმღერით ვიწყებ დღეს ღიღინით სიმღერით ახლა ხმით არ გამოვირჩევი ღიღინით და თქვენც მინდა რომ ღიღინით დაიწყოთ დღე და იწყებთ ხოლმე და იმიტომ გაქვთ ასეთი კარგი გადაცემები მარტო თქვენ არა ბავშვებო თქვენ ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდით გაიზარდეთ როგორც შემოქმედები როგორც უფრო და უფრო კარგი ადამიანები. პატარები რო იყავით უფრო სხვანაირი, ეხლა სხვანაირი გაწონასწორებულები.
გაქებთ, გადიდებთ, იმიტომ რომ ძალიან მეყვარხარ. ხალხანალია ეხლა შეიძლება გვიყურებდეს სხვა დიასახლისებიც და ძალიან ბევრისთვის არ არის საოჯახო საქმეები ან დაალაგება და სუფთავება ისეთი სახალისო, როგორიც თქვენთვის. თქვენ ძალიან დიდი ხალისით და мотивაციით უდგებით ამ საკითხს და რომ ვუთხრათ რჩევებიც მაგალითად მაყურებელს, როგორი პოვონ ძალა, როგორი პოვონ мотивაცია, როგორ მოახერხონ თქვენსავით იყვნენ ყოველთვის გამოპრანჭულიც, ენერგიულადაც, კარგ ხასიათზეც. მთავარია ისა, მოდი დილა დაიწყონ ქალბატონებმა. ზოგჯერ მამაკაცებიც არიან კარგი დიასახლისები და მინდა მათ რატომაც არა. ვივესალმო და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ შეუძლიათ ქალს დიასახლის მეუღლეს, დედას, დას დაუდგნენ გვერდზე და იყვენ ისეთები, როგორიც ადამიანისთვის გვერდში დგომით გამოიხატებიან და დააფასებენ. იცით რა მინდა უთხრა? პირველ რიგში მოდი ადამიანებო, ქალბატონებო, არ დავიგრუზოთ. იყოთ გახსნილები. მოდი, ყველაფრის დავიწყება რა, გადადება. და ბედნიერი სახით შემხდარი დიასახლის არაფერი ჯობია. იმიტომ რომ ის მიყვება დღის განმავლობაში. დილით რომ გაიღვიძებს ოჯახში, ოჯახი და ბავშვებთან ერთად დედა დიასახლისი ბედნიერი სახით გაგიხიმებს, იმაზე ბედნიერება არაფერი არ არის. და მით უმეტეს ბავშვებს ძალიან ჭირდება დედის, ბებიის და ქალბატონის სითბო. და ასევე თქვენი ერთ-ერთი ხრიკიც ის არის, რომ ყოველთვის ხართ მოვლილი. ახალი ვარცხნილობით, ლამაზი ფრჩხილებით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონებმა, ეს აუცილებლად უნდა გაიცვალისწინოს. პირველ რიგში თავ და თავ. ძალიან დიდი მადლობა. გვიხარია რომ ყავხართ და ჩვენს ტელევიზიას ყავს თქვენნაირი თანამშრომელი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ, პრინციპში ჩვენი საეთერო დრო ამით ამოიწურა და დრო არის რომ მაყურებლებს დავამშვიდობთ. ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ.